მოსალოდნელი ცვლილებები და ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა გამოიყენებს თუ არა ქართული ოცნება უმრავლესობას იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებად ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ჩაწეროს. არის თუ არა ეს საკითხი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და რას ითხოვს პარტიებისგან ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ქორწინებაზე ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას შეზღუდავს. უნდა განუსაზღვროს თუ არა სახელმწიფო მოქალაქეებს რა არის ქორწინება და ოჯახი რის ეშინიათ ინიციატორებს და ცდილობს თუ არა ამით ქართული ოცნება პოლიტიკური დივიდენდების მიღებას დღეს დისკუსია გადაცემაში ბარიერი. კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მიმართ. ეს განცხადება ახალ პოლიტიკურ ცენტრს გირჩს ეკუთვნის, სადაც ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათ გამოთქვან მკაფიოდ საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. რას სურთ რეალურად ინიციატორებს, რატომ ფიქრობენ, როგორც ინიციატორები, ასევე მათი მხარდამჭერები, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა და განმარტება მოხდეს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ისედაც მითითებულია, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. რატომ გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როცა ქვეყნის წინაშე სხვა მთავარი გამოწვევებია, მათ შორის ეკონომიკური პრობლემები, რა არგუმენტები აქვს ამ შემთხვევაში მხარეებს? ეს გადაცემა ბარიერია. მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სტუმრებს, რომლებიც სტუდიაში იმყოფებიან უკვე. ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ქავთარაძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი და იურისტი გიორგი ნონიაშვილი, მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მე აქვე ვეთყვი ტელემაყურებელს, რომ მოგვიანებით ჩვენ ჩაგვერთვება ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი და ასევე ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე. თუმცა მაინამდე მე სტუდიის სტუმრებთან დავიწყებ საუბარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონიკა, რა თქმა უნდა ვიწყებ თქვენით, იმიტომ რომ გირჩმა გაავრცელა განცხადება, მოუწოდა პარტიებს, რომ მიაქტიურონ და მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია უკაცრავად. პირველ რიგში კონკრეტულად რას ითხოვთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ქორწინების მიმართულებით რა პოზიცია გაქვთ და რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა? დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ თემის განხილვისთვის. მივესალმები სტუმრებს, ვინც სტუდიაში არიან, მივესალმები ტელემაყურებლებს. ჩვენთვის ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება, რასაც ყოველთვის ხაზს უსვამთ, ეს არის ადამიანის თავისუფლება და შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ამ თავისუფლების შეზღუდვის სურვილი ყოველთვის იქნება კრიტიკის საფუძველი ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, თუ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლება უნდა იყოს უპირველესი ღირებულება და მის თავისუფლება, ყველა დანარჩენი აზრი რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოდის ამ გზასთან და იმ ქვეყნის მოდელთან, რომელიც არის ერთადერთი სწორი ჩვენი აზრით და ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანის აზრით ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ამ საკითხის წამოწევის დაუშვათ აუცილებლობას, ეს განპირობებული იქნა იმით, რომ შეიქმნა რაღაც ფონი არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, რომ მართლ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ რაღაც ცვლილებები აუცილებლად მოხდება კონსტიტუციაში და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს კონკრეტული ცვლილება, რომელიც კონსტიტუციით გაამყარებს იმას, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება და ზოგჯერ არგუმენტად არის ის, რომ ეს ისედაც არის კოდექსით დადგენილი და ნუ რა მოხდა დაუშვათ კონსტიტუციაშიც რო იყოს. ხო, უკაცრავად თქვენ ახშეთ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ადამიანის უფლების დაცვას რაც ეხება, ამ კუთხით აქტიურობთ. თუ ფიქრობთ, რომ დაუშვათ კონსტიტუციაში ეს ცვლილება რომ შევა, ამით დაირღვევა ადამიანების, კონკრეტული ადამიანების უფლებები, მაშინ ამ ლოგიკით ირღვევა, რომ სამოქალაქო კოდექსშიც არის ეს, მაშინ გამოდის, რომ იქიდანაც უნდა ამოვიღოთ, ანუ ეს სამოქალაქო კოდექსშიც შეიძლება არსებობდეს. ქორწინებები დავაკაროთ. სამოქალაქო კოდექსში შეიძლება იყოს რაღაც პრობლემები, აქ დარწმუნებული ვარ ბატონ ზაზას ასეთ პრობლემებთან არაერთხელ იქნებოდა კვეთა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და ძალიან ბევრ ადამიანსაც შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქესაც კოდექსი არ არის იდეალური, სამწუხაროდ არ ჩვენი კონსტიტუცია არ არის იდეალური, მაგრამ ეს გზა კიდევ უფრო მოაშორებს მას, რომ იყოს იდეალური. მე ვფიქრობ ეგეთ რამეს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს გარანტი სწორედ იმის, რომ რამე ტიპის უმრავლესობა, საზოგადოებრივი უმრავლესობა იქნება ეს თუ
დაუშვათ საპარლამენტო უმრავლესობა ამას არ კონდეს უფლება, რომ რამე ტიპის უმცირესობის უფლებები დაარღვიოს. ამის გარანტი უნდა იყოს კიდევ ერთხელ გეუბნებით კონსტიტუცია. ეს აპრიორი რამის დაკანონებას არ ნიშნავს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხედვის, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით არიან ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები და რამე ფორმით კიდევ ერთხელ ვიძახი, თუნდაც დაუშვათ აქვთ ახლა არგუმენტია იქ გამწარებული დავაკანონოთ ბატონიკა პოლიგამია რო დავაკანონოთ იცით რა არის თუ გადავალთ ლირიკაში მე მაგაშიც არა ლირიკაში კი არა დაიწყო მოგცემთ იცით რა არის მე გეტყვით ესეთ რამეს მე ვფიქრობ ესეთ რამეს ალბათ აი ხა ეს ხო ხვდებით მე ვფიქრობ რომ სწორედ ასეთი ემოციური რაღაცა საუბრის და ასეთი არ მინდა ეხა შეურაცხყოფოთ მე მაგრამ აი ცოტათი დემაგოგიაში გადასული დისკუსიის ნუ ხა ინცესტი დავაკანონოთ არ არის სურველებიც არიან ერთი შეკითხვა მაქვს და გადავდივარ უკვე ბატონ გიორგისთან ანუ მე როგორც გავიგე უკაცრავად გადმოვალ კი ბატონო მაგ შეკითხვა და შემდეგ მოდით ესეთ რეჟიმი გვაქვს პრობლემა რაშიც არის იმაზე ვისაუბროთ რა სისხლის სამართლებრივ რა თქმა უნდა დანაშაულებზე იმ საკითხებთან პოლიგამია დაკავშირებით სადაც წყვილის პოლიგამია დანაშაული ხო ეს არის ეს არის მრავალწლიანობა ხო იცით თქვენ აქ იურისტები ვართ და ეგ კი ხო იცით თქვენ ეს იცით არა პოლიგამია დანაშაული არ არ არის ხო მაგრამ ინცესტი მაშინ არა მაშინ პოლიგამია უნდა დავაკანონოთ მაშინ პოლიგამია სხვა თემაა მოდი ცალკე გადაცემა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი საუბრიდან თუ სწორად გავიგე ანუ ამ ეტაპზე ის რომ კონსტიტუციაში არ უნდა შევიდეს ეს განმარტება და არ არის აუცილებელი მაგრამ შემდეგი ეტაპი ანუ იქნება ის თუ არა და უშუალოდ თუნდაც თქვენი მხრიდან მოთხოვნა ან სხვა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდან რომ სამოქალაქო კოდექსიდანაც მაშინ ამოვიღოთ თუ კი ეს არის დაუშვათ ადამიანის უფლებების მე ვფიქრობ რომ კი სამოქალაქო კოდექსშიც არ არის აუცილებელი ამ მუხლის ამ ფორმის არსებობა ახლა ტერმინოლოგიაში იურისტები ნუ შემომეკამათებით შეიძლება რაღაც არასწორად თქვა თავარი არის კიდევ ერთხელ გეუბნებით რა რომ დღეს გაჩნდა განწყობა და ფონი იმის რომ ერთ კონკრეტულ პარტიას აქვს უფლება სწრაფად მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები. კონსტიტუცია, თუნდაც ჩვენნაირი კონსტიტუცია, რომელიც არ არის იდეალური და გარკვეულ დახვეწას მოითხოვს, ფიქრობ, რომ სწრაფად არ შეიძლება იცვლებოდეს. თუ, აი მაგალითად, თუ ეს საკითხი არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და მათ სურთ რომ ეს გადაწყვეტეს. ეს ხო გამორიცხულია, რომ შეიცვალოს მაგალითად ეს განწყობა წლების განმავლობაში, ხო? შეიძლება ამ პარლამენტმა თქვას რომ ჩვენ ვიმსჯელეთ და ამის დაკანონებისთვის გადავიდეს მეორე შემდეგი პარლამენტი რო იქნება მან მიიღოს დაუშვათ საბოლოო ვერდიქტი. ანუ მე ეს თქმა მინდა ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა არა გიორგი უბრალოდ ეს არის სპეკულაციების არგუმენტებში ეს არის ოფიციალურად გაჭიმული ოფიციალურად ჩვენ უბრალოდ არა ვართ კარგი ქვეყანა ჯერჯერობით სადაც და თქვენმა თანამებრძოლებმა გაჭიმეს ის უპირველეს ყოვლისა 2012 წლიდან მოყოლებული. მაშინ რა მე დასაწყისში დავანოსე, ანუ გავჭიმოთ აი ახლაც ახსენეთ თქვენ. ანუ დღეს აი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობდით. გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სულ მალე შეიკრიბება პარლამენტი და უკვე დადგება დღის წესრიგში განსახილვად სხვადასხვა საკითხი. არის თუ არა დღეს ეს საკითხი მე ანონსშიც ვთქვი, რომელიც ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რაც პირველ რიგში უნდა გადაწყდეს. იმ პრობლემების და ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემების ფონზე რაც არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არც ერთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა არ არის იმაზე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე, როგორიც არის ღირებულებითი და ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხი, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ეხება ქართული ცხოვრების წესს, ნორმებს, იმ ღირებულებებს, რომლითაც ადამიანები აიგივებენ თავიანთ თავს, ქართულობასთან აიგივებენ თავიანთ თავს, საზოგადოებასთან, იმ საზოგადოებასთან, რომლის ნაწილიც არიან და რომელსაც უფრთხილდებიან ძალიან სერიოზულად. ამიტომაც არის, რომ ჩვენი საზოგადოება არის კონსერვატიული საზოგადოება და კონსერვატიულ საზოგადოებაში ესეთი საკითხები, როგორიც არის პერსპექტივაში ერთსქესიანთა ქორწინებების გასაგები რო იყოს ყველასათვის მამათმავლების ქორწინების დაკანონების თვალსაზრისით აი ესეთი საკითხების ასე ვთქვათ პრევენცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია
და ეს არის ფუნდამენტური ღირებულებებთან დაკავშირებული საკითხი. ლარის კურსი რო აირია და ლარი რო გაუფასულა ძალიან ცუდია და ძალიან სანერვიულოა, მაგრამ ეს ვერ იქნება ფუნდამენტალური საკითხი, რომელზეც შეიძლება საზოგადოების ნაწილს ახლა დღეს მაგალითად სოციალურ ქსელში არ გვინდა ესე ძალიან ხო რა არ გვინდა ესეთი მიდგომა, ესეთი ცინიკური რომ ეხა ესეთი საკითხი იცით რა დიახაც რომ ადარდებს რა თქმა უნდა საზოგადოებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ადარდებს და ის რომ ადარდებს ეს არა მარტო იმ 99.9%-ს ადარდებს ამ ქვეყანაში რომელიც თulis რომ აი ეს ძალიან სერიოზული გარანტიები და პრევენცია უნდა იყოს კონსტიტუციაშიც განხორციელებული რომ ვინმე სხვანაირი აზრი არ მოუვიდეს მომავალში თავში არამედ ადარდებს იმ 1%-საც აი ბატონი ნიკას გუნდს ადარდებს აგერ კი 2012 წელს როდესაც მე დავაყენე ეს ინიციატივა პარლამენტში საკონსტიტუციო ინიციატივის თვალსაზრისით ზუსტად ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით იყო საუბარი ქალისა და მამაკაცის დეფინიციის შემოღება და არგუმენტი სწორედ ის იყო რომ ის რომ სამოქალაქო კოდექსში არის დაფიქსირებული ამ შემთხვევაში სწორედ ქალისა და მამაკაცის საკითხი ეს ძალიან საფრთხის მატარებელია იმ თვალსაზრისით რომ ვინმე შეიტანს აუცილებლად სასამართლოში სარჩელს და მოითხოვს რომ სამოქალაქო კოდექსი მოვიდეს ასე ვთქვათ ჰარმონიაში კონსტიტუციასთან კონსტიტუცია როგორც არის ზემდგომი ორგანო მასთან უნდა იყოს შესაბამისობაში ყველა კანონი და აუცილებელია მისი ასე ვთქვათ იქიდანაც ამოღება და უკაცრავად რა წუთნახევარით უნდა ვისაუბრო მაშინ აზრი არაა ხო დაასრულეთ და ხო საუბარი არის იმაზე რომ ამ შემთხვევაში ეს მოხდა კიდევაც და წელს გაზაფხულზე ცნობილმა ტრანსგენდერმა მაცაცომ შეიტანა კიდევაც არჩელი მასთან დაკავშირებით რომ გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსში ქალისა და მამაკაცის ჩანაწერი იმიტომ რომ ეს არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან ეხლა რაც შეეხება რამდენად აქტუალურია რომ არის ხო და 2012 წლიდან მოყოლებული ყველა იძახის რომ ეს რა თემაა რაომერი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილა ტრანსგენდერი მაცაცოს იცით რა მაგას არა აქვს ამ მეტალზე როგორ არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ის რამდენადაც ვიცი არ დასრულებულა ჯერჯერობით რამდენადაც ვიცი არ დასრულებულა და მე თვითონ კიდე როგორ გადაწყდება არ ვიცი ნაციონალური მოძრაობის საკონსტიტუციო სასამართლო რო იყოს მე არ გამოვრიცხავ ისევე როგორც ქართული სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვა დააკანონეს როგორც კარაქში შეფუთული კარაქი ეგრევე და მობილური არ გამოვრიცხავ და მაგასაც გააკეთებდე. ყოველ შემთხვევაში შემდეგი ეტაპი იქნებოდა უკვე მთელი ასე ვთქვათ აი ამ LGBT თემის და gay communities მთელი ასე ვთქვათ მასობრივი მღელვარება იმასთან დაკავშირებით რომ აი ჩვენ საკანონმდებლო ბაზა თავისუფალი გვაქვს და დაგვიკანონეთ ახლა ერთსქესიანთა ქორწინებები და აუცილებლად ამაზე გაცილებით უფრო ეს აბსოლუტურად რეალურია 2012 წლის შემდეგ საქართველოში თავარი და არა მარტო საქართველოში მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფო დეპარტამენტისგან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავარი პრიორიტეტი დაფინანსების კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით არის სექსუალური უმცირესობების უფლებები და ერთსქესიანთა რა თქმა უნდა 2012 წლის მერე გაჩნდა საქართველოში ეს ინფორმაცია სრულიად არ შეესაბამება 2012 წლის შემდეგ გაჩნდა საქართველოში საჯაროდ 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაჩნდა აი ეს LGBT ორგანიზაციების დამცველები მანამდე ფული გამოყოფილი იყო გენდერისათვის ქალთა უფლებებისათვის და ასე შემდეგ და იმაზე იყო ორიენტირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ მაგრამ 2012 შემდეგ სწორედ ერთსქესიანთა ქორწინებები სწორედ ის რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები ვინ ზღუდავს ამ უფლებებს ვინ გაზდებს ბატონო გიორგი ვერ ხვდებით რომ პრობლემა რა განასება აღმოჩნდა მაგიტო არის დაფინანსება გირჩის რას ვინ ზღუდავს ეხლა ბატონო გიორგი აღმოჩნდა გირჩის რას ვინ ზღუდავს წელიწადი არ გავა რომ ვიღაცები არ დახოცონ არ უკაცრავად დაბუნებულად ერთმანეთს ხოცავენ მარტო არც ერთი ისე ქვია შაუბნელი ქართველი არ დაძდებს ამ თქვენ გეებს და არავის არ გავს ძალიან არ გავს ერთმანეთს თუ ვინმე ხოცავს არ გავს უკაცრავად ჯანმრთელი ადამიანების ხოცავენ ხოლმე ერთმანეთს არ გავს ხო ორგანიზებულად რომ შეტევა ყოფილა მაგ თემზე არ გახსოვთ ეგეთი რა როგორ არა და თქვენ ამბობთ რომ ესენი იყვნენ ანუ ორივე მხარე იყო პროვოცირებული რანაირად იყო პროვოცირებული 60000 კაცი რო გამოდის ვიღაც საცემად რა იყო პროვოცირებული იყო პროვოცირებული სწორედ ამ LGBT ორგანიზაციების მხრიდან
საზოგადოების ძალიან სერიოზულ ემოციაზე იქნა თამაში. და რომ მივიდა და დაინახეს რომ 40 კაცი ძალიან კარგად იცი გამოვიდა რა პროვოცირება იყო იმ თვალსაზრისით რომ იყო მცდელობა რა ქვია მაგაც გეი პრაიდის ჩატარების და გეი აღლუმის ჩატარების. რასაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე მე როგორც და უკაცრავად რომ აუკრძალეს ეს ყველაფერი. მე არა ვარ მომხრე იმისა რომ მე არ ვარ იმის მომხრე რომ ადამიანები ვინმეს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს ამ შემთხვევაში პროვოკატორმაც კი, რომელიც იწვევს ამ შემთხვევაში უმრავლესობას. ბატონ ზაზა, მე როგორც მახსოვს, ან თქვენ გქონდათ კონკრეტული არგუმენტები სამართლებრივად, რატომ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში? რაც ბატონმა გიორგიმ ძალიან მე ხლა სამართლებრივად გავმართავ, ეხლა ჩვენ ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და აქედან გამომდინარე თვითონ რას უნდა პატივიცეთ და ერთმანეთს შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ, მაგრამ მე მაქვს ჩემი არგუმენტი რომ ეს კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, მე ამას სამართლებრივად დავასაბუთებთ. ასევე თქვენ გეთანხმებით რომ ეს არის ამ ეტაპზე ხელოვნურად წამოწეული საკითხი, როცა ქვეყანაში არა, იმიტომ რომ ქვეყანაში როცა არის ეკონომიკური კატასტროფა, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ასევე აი ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი და ეს გიორგის ვეთანხმები რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტალური საკითხი და მე მახსოვს რომ ქართულმა ოცნებამ ეს დააყენა ეხლა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა ჩემი აზრით ამ 4 წელიწადში. ქვეყანა ფაქტურად გაანადგურა, მაგრამ ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა შეეცადა რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი ფიქსაცია ყოფილიყო და ახლა აგიხსნით რატომ. რაც ბატონმა გიორგიმ ბრძანა 2010 წელში 3 იტალიური წყვილი ცხოვრობდა ერთად, რომლებმაც გადაწყვიტეს სამოქალაქო ქორწინება. იტალიის საქალაქო სასამართლომ 2011 წელში მათ უთხრა უარი, ამ ხალხმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, 2011 წელს შემდეგ გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა, რომ იტალიის კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ დაავალა იტალიის პარლამენტს, რომ განეხორციელებინა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაიცავდა ამ წყვილებს. ერთ-ერთმა ადამიანმა იცით თქვენ ეს საქმე, ერთ-ერთმა ადამიანმა ოლიერმა 2011 წელს შეიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაცხადი. ევროპულმა სასამართლომ ეს საქმე განიხილა 2015 წლის ივლისში, როცა 12 წელი არიხილავს ჩვენ საქმეებს და ეს განიხილა 3 წელში და მიიღო გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მიიღო გადაწყვეტილება და ევროპულის ადამიანის უფლებათა კონვენცია, სადაც ჩაწერილია მე-12 მუხში, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი, მერვე მუხლიდან გამომდინარე კონვენციისა განმარტა სხვანაირად და თქვა, რომ ამ შემთხვევაშიო, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო, რასაც გიორგი ბრძანებს, გიორგი იურისტი არ არის და ამას ვერ დაასაბუთებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითა იტალიის პარლამენტს, რომ მიეღო საკანონმდებლო ნორმაო, ამიტომ რაც შეწერა იქ ევროპულმა სასამართლომ, ამიტომ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდაო, რომ პარლამენტმა ეს საკითხი არ განიხილაო. იტალიაშიო არისო გამოკითხვებიო, რომელიცო ადასტურებენ, რომ საზოგადოების საჭიროება არსებობსო, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, იმიტომ რომ მართალია იტალიაშიო შემოიღესო რეგისტრაციის უფლებაო ადგილობრივ ორგანოებშიო, მაგრამ ვინაიდან მემკვიდრეობის უფლება არ აქვს ამ წყვილებსო, ეს მათ მიიჩნიეს ადამიანის უფლებათა დარღვევა და ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ქორწინება, ადგენენ და განმარტეს სხვანაირად. ეხლა რა არის ეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად? ეს ვალდებულია თვითონმა ქვეყანამ თავის კანონმდებლობა მოიყვანოს შესაბამისობაში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ჩვენ მოგვიწევს? არა, ჩვენ არ მოგვიწევს ერთ შემთხვევაში. თუ საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩაიწერება და რატომ? საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი გვეუბნება ჩვენ, რომ კონსტიტუცია არის კარგი იურისტი ბრძანდება, ყველაზე ძირითადი პირველი დოკუმენტი, სამოქალაქო კოდექსი არის მესამე დოკუმენტი და მეორე დოკუმენტი არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ასე რომ სამოქალაქო კოდექსში ეს ნორმა ხო არის, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი ვერ ფარავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებად. ლიტვა რო შედიოდა, იცით თქვენ რა ქვია, ევროპის კავშირში, ევროკავშირი, ხალხო არავის არ აძალებს, რომ ეს ნორმა აუცილებლად მიიღონ. იმათ აქვთ, რა ქვია, თავისი მიდგომა, შენ გეუბნებიან, შენი მიდგომა გქონდეს. ეს ჩვენ არ უნდა გავიგოთ, რომ ევროსასამართლო ან ამერიკა ან ვინმე ახლა ამერიკულ გადაწყვეტილებას მოვიტანმე სასამართლოს, ვინმე ჩვენ რამეს გვაძალებს. ჩვენ გვეუბნებიან, მეგობრებო, თუ გინდათ ეს ჩაწერეთ თქვენ კანონმდებლობაში, თქვენ კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ როგორც არის ევროპული კონვენციის მე-12 მუხში, ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი, ეს ოლივერი 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს ვერცროდის ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია იერარქიით იდგება ყოველთვის მაღლა და ეს გამოიწვევს არ გამოიწვევს დიდ პრობლემას, მაგრამ
ეს მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი ამიტომ კონსტიტუციაში რომ ჩაიწეროს. ჩემი აზრია, სლოვენიაში მაგალითად იყო ესეთი მოძრაობა, ბატონო ნიკა, რა თქვენ გააკეთეთ განცხადება, სლოვენიაში მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ამ გადაწყვეტილების გატანა. რომ დაიფიქსირებინათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა, რა ქვია, ეცქესიანთა ქორწინება თუ არ იქნება დაკანონებული. აღდგა ხალხი, გამოვიდა ქუჩაში, ევროკავშირის ქვეყანა, მოითხოვეს რეფერენდუმი. რეფერენდუმზე 79.85%-მა სლოვენიაში თქვა, რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ და სლოვენიის ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა. როცა საქართველოში მოქალაქეები ამბობენ, რომ 99 რაღაც პროცენტი, გინდა თქვა 79%, რომ მე ეს არ მსურს, თქვენ ბრძანებთ კი ბატონო, ახლა ბევრი ადამიანი ამბობს, ვიცით სამოქალაქო კოდექსში წერია და რა თქვიდა. სამოქალაქო კოდექსში წერია, მაგრამ იურისტებმა ვიცით, ვინც ევროსასამართლოზე მუშაობთ, რომ არის გადაწყვეტილება იტალიის წინააღმდეგ, სადაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს უნდა მოწესრიგდეს. ახლა მეორე თუ შეიძლება ბატონ ნიკას უპასუხო. კი ბატონო, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ბატონ გიორგისაც უნდა მივიცეთ. ვისა ბატონ ნიკა, პოლიგამია ეს შეურაცხყოფილი სიტყვა არა, თქვენ ეთქობა იურისტი არ ბრძანდებით. ეს არის მონოგამიაც ვიცით და პოლიგამიაც. არა, იცით რა, ეს არის ჩემო მეგობარო მრავალცოლიანობა, რომელიც არის დაკანონებული, როცა შეეული ადამიანს ყავდეს რამოდენიმე ცოლი და ისა ქალს ყავდეს ორი ცოლი. ანუ ეს ახლა 9 ქვეყანაში არის, მსოფლიო 9 ქვეყანაში დაკანონებული. ეს მე მინდა გითხრათ, ხო და ის მაგალითად თუ არ ვწდები, ზუმა არის ეგეთი პრეზიდენტი, კი ბატონო, რა ქვია, აფრიკის ქვეყნის, მე სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის და მას ყავს 5 ცოლი. იქ დაკანონებულია. თქვენ რასაც ბრძანებთ ესე რომ მიუდგეთ ბატონო ნიკა, მაშინ ადამიანი იტყვის რომ ჩემი უფლებების დარღვევა, მე მინდა რომ ორმა კაცმა თქვათ ორ ქალზე ვიქორწინოთ და შემდეგ ეს პარები გავცვალოთ. ამიტომ ეხლა წავიდა ეს მოძრაობა. თუ ჩვენ ამას დაუშვებთ საქართველოში, ჩვენ ხვალ უკვე მოთხოვენო, ეს უნდა დავაკანონოთ. რატო ის თუ უფლების დარღვევაა, რომ ერთსქესიანთა ქორწილება მაგალითად არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს დაშვებული. მაშინ პოლიგამიაც უნდა დავაკანონოთ, იქ რა მე 3 ცოლი მინდა. ეს არ არის ადამიანის უფლების დაღროვა. და რაც შეეხება ამერიკას, ვიტყვი ბატონო გიორგი, ამერიკის შეერთებული მე ხო სამართლებრივად გეუბნები, მე აღარ უბრალოდ დრო მინდა რომ თანაბრად გადავანაწილოთ. კარგით, მე ამერიკულ სასამართლოზე კი, აუცილებლად მაგალითზეც ვისაუბროთ, ბატონ გიორგი, თქვენი მოსაზრება არის საინტერესო, აი ბატონმა ზაზამ არგუმენტირებულად, კონკრეტულად სამართლებრივი მიმართულებით ისაუბრა, რატომ ფიქრობს, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში გაკეთდეს ეს ჩანაწერი. როგორია თქვენი აზრი? კი ბატონო, და მე შემიძლია რიგ საკითხებში დავვითანხმო, თუმცა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ან თანხმობაში ნამდვილად ვერ მოვდივართ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ ამგონია, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი, თქვათ ქართველი გლეხი, ფიქრობს იმაზე, ქორწინება როგორ წყვილებს შორის დადებული ხელშეკრულება იქნება. ქორწინება სინამდვილეში აი ესეთ ფარატინა ქაღალდია, რომელსაც ხელს აწენენ საჯარო რეესტში. მეტი არაფერი, რომელიც განსხვავებულ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობას აყენებს და ეს ბატონ ზაზას ჩვენივრად მოიხსენება. და არ მგონია რომ ქართველი გლეხი ამაზე ფიქრობდეს და მე მგონია რომ ქართველი გლეხი სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობს და ამაზეც გონი ვთანხმდებით. ამიტომ მგონია ბატონ გიორგი დავასრულებ არის ხო? უნდა თუ არა? ამიტომ მგონია რომ ეს არის პოლიტიკური ამიტომ ძალიან შეურაცხყოფ ქართველ გლეხს. ხო, ეხლა თურმე ის ამაზე არ ვიღებ და ეს არ აინტერესებს. და სოციალურ საკითხებში. სულიად ღიავარ დავისთვის, მაგრამ დამასრულებინეთ რომ ერთი და იმავე ადამიანთა ქორწინება ძალიან აინტერესებს და ძალიან კონკრეტული პასუხი ამიტომ სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ან ჩვეულებრივი პოლიტიკური манипуляციების საგანი მართველი პარტიისთვის წინასაარჩევნო დაორგანიზებული, რომელიც ასე ვთქვათ, კამფეტი იყო ამ მრჩევლისთვის, რომ აი ხმამომეცით და მე თქვენ აი ამას დაგიკანონებთ. მერე რა რომ ხეებს ვჭრით, მერე რა რომ ეკონომიკური გაჭირვება, მერე რა რომ სამართლებრივი პრობლემები გვაქვს, სასამართლოში პრობლემები გვაქვს და ასე შემდეგ, სამაგიეროდ კონსტიტუციაში აი ამ დებულებას შევიტანეთ და ყველანი ბედნიერი ვიქნებით. რაც სრულიად ასე არის. ეხლა მეორე რაც სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. პირველი რაც ყველაზე დიდი შეცდომა. არავინ და არასდროს არ გავალდებულებს და არ დაუვალდებულებია და არ გაუწია რაიმე ტიპის ინსტრუქციები ჩვენ როგორი ტიპის რეგულირება უნდა გქონდეს ქორწინებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ევროკავშირი, ევროსასამართლო თუ ამერიკა. შეგვიძლია ვისაუბროთ ევროსასამართლოს პრაქტიკაზე და გავავრცობ ბატონ ზაზას ლოგიკას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე кейსი სამართლებრივ ვალდებულებაზე ამბობ. სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე кейსი, აქედან ბოლო 3 არის რაც საბერძნეთს, ფინეთს და იტალიას მიემართება.
ევროსასამართლომ ჩამოაყალიბა ძალიან კაფიო ხედვა ამასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვერავინ ვერ დაავალდებულებს ქვეყანას განსაზღვროს სამართლებრივი ფორმა ურთიერთთანაცხოვრების, წყვილების, ნებისმიერი წყვილის, მათ შორის ჰომოსექსუალი წყვილის. ანუ ვერავინ ვერ ეტყვის სახელმწიფოს, რომ აი ქორწინება კონდეს აუცილებლად მათთვის. მაგრამ თქვა ასევე ესეთი რაღაც. მაგრამ ქორწინება რა სამართლებრივ შედეგებსაც აყენებს, ეს იქნება მემკვიდრეობის უფლება, ეკონომიკური ასპექტები, თანაცხოვრების პირობების შეძენილი ქონება და ამ შემდეგ ესეთი გარანტიები უნდა გქონდესო ყველასო. და არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დავარქმევთ. ამიტომ მაგალითად ევროპაში არსებობს ქვეყნები, სადაც დიახ, ქორწინებას ეძახიან ყველაფერს, პირდაპირ საკანონმდებლო ჩანაწერია ესეთი. არსებობს სხვანაირი პოლიტიკა, როცა ამას ეძახიან ჰომოსექსუალი წყვილების შემთხვევაში სოციალურ პარტნიორობას, აქ არაფერი არ იცვლება გარდა სახელისა. უბრალოდ ქორწინება ვიღაცებმა მიიჩნეს, რომ ისტორიული კონოტაცია აქვს სიტყვა ქორწინებას და დაარქვეს სოციალური პარტნიორობა ჰომოსექსუალებისთვის. და არსებობენ ისეთი ქვეყანა, სადაც საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს და ამავდროულად საერთოდ აკრძალულია ესეთი ტიპის სამართლებრივი ურთიერთობები. თქვენ როგორ თავაზობთ? ერთი წამი, ბარემ დავასრულებ. ანუ იქ სადაც საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს ევროპის 5 ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, იქ ამავდროულად საერთოდ ქვეყანა არ თავაზობს ჰომოსექსუალ წყვილებს არანაირ სამართლებრივ გარანტიებს და შემიძლია ქვეყნები ჩამოთვალო. ეს არის პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია. სლოვენია, ხო. ამიტომ მე მეორე საკითხი. და აღმოაჩინეთ, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, სადაც ეს პრობლემები, სამართლებრივი პრობლემები არსებობს, ხო? ანუ ევროპის ქვეყნების უმეტესი ნაწილი ამას ძალიან საღად უყურებს და ფიქრობს, რომ ეს ადამიანები სამართლებრივ ფორმებში უნდა არსებობდნენ. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის არის ეს თავად პრობლემა და ალბათ პატონიზაზე დამეთახება. 23 ქვეყანაშია დაკურნება. 23 ქვეყანაში. მე უმეტესობაში არ არის. არა, სამართლებრივი აღიარება, ანუ სამართლებრივი შედეგები ყველგან დგება. შეიძლება ქორწინება არ არსებობს, მაგრამ რა მნიშვნელობა 23 ქვეყანაში არის? ძალიან დიდი მნიშვნელობა. სახელმწიფოსთვის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ თუ სამართლებრივი ფორმის გარეშე, სამართლებრივი გარანტიების გარეშე წყვილები არსებობენ, ეს სახელმწიფოსთვის ზედმეტი თავის ტკივილი. რიგ შემთხვევებში. ამიტომ ურჩევნიათ ნებისმიერი სახელი დაარქვათ, ეს იქნება გინდა ქორწინება, გინდა პარტნიორობა, ოღონდ ისინი არსებობდნენ ფორმებში, ხო? ჩვენ გვაქვს სინამდვილეში ესეთი ალტერნატივა. მე მესმის და ვიზიარებს სრულიად ECHS, ანუ ევროსასამართლოს პრაქტიკას, რომ მან თქვა, რომ ქორწინება არ არის უფლება. და შესაბამისად ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქორწინების უფლება თუ არა აქვს, ამით მისი უფლებრივი მდგომარეობა აი ამ კონკრეტულ მუხთან დაკავშირებით ილახება. შეიძლება იდავოს თანასწორობის საკითხზე და თანასწორობის საკითხზე შეიძლება იდავოს იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების პირობებში რა გარანტიებიც აქვს წყვილებს, ამ შემთხვევაში ჰეტეროსექსუალ წყვილებს, ისეთი გარანტიები არ აქვს მათ. აი ამ ხელსაწყოებზე. ამიტომ მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას. ბარემ ბოლოს დავასრულებ. კი ბატონო, სრულიად არ არის საჭირო კონსტიტუციაში ესეთი ტიპის დებულება არსებობდეს და ამავდროულად შეიძლება სამოქალაქო კოდექსში, აი რასაც თქვენ ამბობთ, სამოქალაქო კოდექსის ან მაშინ პოლიგამია გავაკანონოთ. არა, ბატონო ზაზე, ბარემ დავასრულებ და გეტყვით. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჩართვაზე უნდა გადავიდეთ. არგუმენტს გეტყვით. კი ბატონო. აღმოაჩენთ ისეთ ქვეყნებს, სადაც კონსტიტუციაში საერთოდ არ არის ჩანაწერი და არც ქორწინება არის ჰომოსექსუალი წყვილისთვის, ქორწინება არის ჰეტეროსექსუალი წყვილისთვის, ხოლო თქვა სოციალური პარტნიორობა ან რაიმე ესეთი ტიპის სახელი არის ჰომოსექსუალი წყვილისთვის, რომელიც ასე თქვა იმ მემკვიდრეობის და ეკონომიკურ გარანტიებს ანიჭებს. ანუ ევროპის ქვეყნებში არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც კონსტიტუციაში წყვილების შეტანა აღიქვამდა საჭირო. კონსერვატული ადამიანები. ანუ ეგ არის თავარი, ხა ჩვენი ლაპარაკის თემა, ხო? უკაცრავად ბატონ გიორგი, ვესწავლებით
მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გესმით ალბათ ჩვენ და ერთი თემასთან დაკავშირებით გაქვთ რა თქმა უნდა ინფორმაცია. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ანუ მე მანამდეც ხა ბოლო პერიოდში არ არის მხოლოდ აქტუალური, მე მახსოვს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც იყო და ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან, ჯერ კიდევ კანონპროექტზე როდესაც საუბრობდნენ, მაშინ დაიწყო ამ თემაზე საუბარი და იყო არგუმენტი, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს იმას, რომ მომავალში თავიდან აიცილოს ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებაო. ეს საკითხი დგას რეალურად დღის წესრიგში, ანუ მე მგონია რომ ხალი და მამაკაციც აღარ ითხოვენ მე მგონი ქორწინებას არათუ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს. აი მე შემიძლია უკვე პასუხიც კი აღარ გამეცა შენი ბოლო კომენტარის შემდეგ, მაგრამ მოკლედ საღამშვიდობისა მივესალმები კავკასიის მაყურებელს და რა თქმა უნდა მივესალმები დარბაზში კი და სტუდიაში მსხდომ კარგ ადამიანებს, საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან, საკმაოდ ამომწურავად და ესეთი ავიცი ფრაზებით საუბრობენ ამ თემაზე. მე შეიძლება ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის დაფიქსირება, როგორც საზოგადოების ერთი ჩვეულები უბრალო წევრი, ჩემი აზრი მქონდეს. ეხლა რომ მოვდიოდი გზაში მეუბნაოდნენ რა თემასთან დაკავშირებით მიდიხარო და მე ვთქვა აი ესეთი ამბავია, სახელმწიფოს დაუდგა სამარცხვინო პრობლემა, რომელზეც ხმამაღლავს საუბრობთ ჩვენ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს მოსაგვარებელი პრობლემაა თქო და რა დროს ეგ არის აგერ დოლარი 2.50-ია, რა დროს ის არის, რა დროს ის არის, მაგრამ თემა რომელიც ახლა რეალურად დადგა პრობლემად ხო, არსებობს და იარსებებს. მე არ ვიცი რამდენი ადამიანია მომხრე იმის, რომ კონსტიტუციაში აისახოს აი ესე აბრევიატურულად ჩანაწერი, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობა თუ თანაცხოვრობა. ხა იურიდიული სიტყვებით მე ვსაუბრობ, საზოგადოებრივი სიტყვებით ვისაუბრებ. მაგრამ არ ვიცი, უნდა ვიცინო თუ უნდა ვიტირო, როცა აი ეს დაგვიდგა განსახილველი. რა თქმა უნდა, გარდა კონსტიტუციებისა, გარდა იურიდიული კანონებისა, სამოქალაქო, სასახლე თუ რაღაც სხვადასხვა კოდექსებისა არსებობს მორალური კოდექსი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გენურად გვიდებს, რომ ქორწინება არის და სიყვარული სხვათა შორის რა შუაშია ვითომ, მაგრამ სიყვარულიც არის და ქორწინებაც ქალის და კაცის ურთიერთობა. და აი მე იმ ქვეყანაში ნამდვილად არ მინდა ცხოვრება, სადაც კაცის და კაცის ურთიერთობასაც სიყვარულს არქმევენ, იმ რაღაცა სხვა სახელი მოუგონონ, მოაგინებენ ამ სიტყვა სიყვარულს ასე. და თვითონ ეს პრობლემა, რომელიც ახლა დგას, არ ვიცი რა არის. რო ჩაიწეროს კონსტიტუციაში ეს რა, მათი უფლებები მეტად დაცული იქნება, ვიდრე სამოქალაქო კოდექსში წერია, როგორც ვიცი ახლა მე ხო, ეს განმარტება, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ურთიერთობა. არა, მათი უფლებები დაირღვევაო ბატონ ბესო, აი გირჩმა გავრცელა განცხადება, გაქვთ ალბათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და გირჩის წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი და მანაც აღნიშნა, რომ ამით რეალურად შეილახება ამ ადამიანის უფლებები უბრალოდ დაცული არ იქნება. მოდი შევთავაზეთ ერთ რამეზე. ყველამ და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში არასოდეს არც ერთი რა ქვიათ ამ LGBT ისინი ქვია ხო ადამიანები ამ ადამიანთა კატეგორიას ხო მამათმავლები ამ ადამიანებს LGBT თემის წარმომადგენლები ხო აი არ მინდა რომ ტერმინებში შემეშალოს თორე მე რა სიტყვასაც ვეძახი ამ ადამიანებს იმ სიტყვას შეურაცხყოფად იღებენ ეს ადამიანები და ეგ არიან ხო და ანუ რის თქმა მინდა იცი ამ ადამიანებს არასოდეს არც ადრე არც ახლა და არც მომავალში არავინ არ ზღუდავს, არავინ არ სცემს, არავინ არ შეურაცხყოფს. ეხლა რაღაც ერთეული შემთხვევაში რომ ახსენებთ, მე შეგედავებით და თქვენი არა, მოდი, ვარ ვიდაოთ იმისთვის ვარ ჩვენ რომ შევედავთ სისხლის ფაქტებია და უკაცრავად. არა, უამრავი ფაქტები. თემას რომ ახსენებთ, ერთი წუთი უამრავი ფაქტებია, სხვა კრიმინალური ორგანიზმების უამრავი ფაქტებია, სხვა დანაშაულებებისაც. მათ შორის ესეც ცოლი მოკლეს რამდენი კაცო? ვინ მოკლეს? ცოლებს ახოცავენ საუბრობენ უბრალოდ ზოგადად ძალადობის ფაქტებთან. ხო, ძალადობა არის. ჩვეულებრივი კრიმინალური მოვლენები ხა. რა თქმა უნდა. ეს არ უნდა განვიხილოთ ასე, რომ აუ, აი მე იმის არ იყოს კიდე მეცინება ხოლმე, აი ეს მოძალადე ქმრები, ეს მოძალადე მამა, ვიღაცა 5 წელი გიჟი მამაკაცი გამოვარდება მოძალადე და სასაცილოა მოძალადე. არა, სასაცილო რა არის, პრობლემის ასე აჟიტირება, რომ ვიღაცა 5 სულელი გიჟი ავადმყოფი მამაკაცი ქმარი, რომელიც სოციალ და ამის გულისთვის მთელი საკაცეთი ისეთია, როგორცაც ჩვენ არა, ხო, მაგაში გეთახმით, რა თქმა უნდა ეს არ გადავიდეთ. ანუ რაშია საქმე? ანუ მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემა არის ინდივიდუალიზმის დონეზე განსახილველი. კიდევ ერთხელ დასაჭერია და დაიჭირონ. ხო, რა თქმა უნდა, აბარა დააშავა, ეხლა ეს დააშავა დაიჭირონ. იმის გულისთვის რომ ის LGBT იყო და იმიტომ მოკლეს, მე არ მგონია, დაიჭირე კრიმინალია გააკეთე. არავის არ ჩაგრავს. ქალმა რომ მოკლა, ქალი საქალაქო დავწყეულ. სადაც არსებობს, ბოდიში, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც არსებობს ჩვეულებრივი დაუწერელი მორალური კანონი, რომ ქალს
უნდა უყვარდეს კაცი და კაცს უნდა უყვარდეს ქალი. დანარჩენებმა რაც გინდათ ისქენით თქვენ სამზარეულოში, თქვენ საძინებელში არავინ შეგეხებათ. გასაგებია, კარგით, უკაცრავად თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რომ რატომ გონია ლარის კურსი ახსენეთ და მე ბატონმა გიორგი მითხრა, რომ ცინიკური შეკითხვა არისო, როდესაც დავსვი ამ ფორმით შეკითხვა, მაგრამ მაინც უნდა კითხოთ, ხა თქვენ თვითონაც ახსენეთ ეს მიმართულება. ჩვენ საუბრობთ, წეღან ბატონმა გიორგი მითქვა, რომ აი ნებისმიერ გლეხს რომ კითხოთო, უნდა თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ნახავთ რა პასუხს მივიღებთ. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დეფინიციის და განმარტებასთან დაკავშირებით. ანუ ის კიდევ სხვა თემა, რაც ბატონმა გიორგი აღნიშნა. ამიტომ მაქვს ასეთი შეკითხვა. დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, როდესაც ვახსენეთ, ქვეყნისთვის, არ ვიცი, მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხებად, მე ამაზე ვსაუბრობ, როდესაც უნდა დავყოთ დავუშვათ გვაქვს 10 საკითხი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა არის პრიორიტეტული? ის, რაზეც არ ვიცი, სიუჟეტები კეთდება, გადაცემები კეთდება ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, რომ ადამიანები შიმშილობენ და შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ვიკრიბებით და მივდივართ ამ ადამიანების დასახმარებლად და ასე შემდეგ. აი ასეთი ფაქტები, როდესაც გვაქვს, თუ პრიორიტეტებად უნდა დავყოთ საკითხები. ფიქრობთ თუ არა, რომ არის ის საკითხი, რომელთაც უნდა დავიწყოთ დღესვე ამაზე ბრძოლება. სწორი დეფინიცია იყო საკითხის. მოდი, აი სახელმწიფოს როცა მოდის მართველი, მე რაღაც გუნდის ხელმძღვანელი ვარ ამ შემთხვევაში, ხო, თქვათ, სადაც ყავს რაღაცა კონკრეტული რაოდენობის წევრები ამ გუნდში, ხო? მოდი, აი ვიღოთ სახელმწიფოს 5 არა რაღაც ხანერად არ გამიგონ. კაი, 10 პრიორიტეტი. აი 10 პრიორიტეტი ავიღოთ, ხო? ამ 10 პრიორიტეტ შორის ერთ-ერთი სადღაც მე-7 მე-8 მე-9 ალბათ უნდა იყოს ეს საკითხი, იმდენად რამდენადაც მორალის განადგურებიდან იწყება სახელმწიფოს დაცემა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ინდიკაციის სიტყვებია და ერთ-ერთი სადღაც 7, 8, 9, 10 შორის ბოლოსკენ უნდა იყოს ეს საკითხი, რომ დაალაგდეს ყველა. კი ბატონო, იყოს მე-7 ხო უნდა მივადგეთ მაგაცას, ხო? მაგრამ მე-12-დან მეზო მაგაზე ვლაპარაკობ და ბოლოს აღარ მოვიდა ეს მე-6 მე-7. როგორ არის? ალბათ ის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე არ არის დაალაგებული ჯერ და არ არის. ყოველ შემთხვევაში ალბათ მაინც ისეთი საკითხები უნდა მოვაგვაროთ, რომ ეს თემები არ გახდეს სპეკულაციის საგანი. ამ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი სწორედ ალბათ ის არის, რომ აღარავის აღარ მიეცეს ამის სპეკულაციის საშუალება. იმიტომ რომ ბუნებრივია ხა აი ეს კონკრეტული ჩანაწერი რაღაცა კარდინალურს და ძირეულს ეხლა საქართველოში ვერც სოციალური, ვერც ეკონომიკური და ვერც სხვა მიმართულებით თქვა პოლიტიკური ვერ გამოასწორებს. ბატონ გიორგი, რას მაგონებს იცი ეს კონკრეტული? მაგრამ მოაგვარებს იმას, რომ სპეკულაციები დამთავრდება რა, ამ თემაზე და დამთავრდება ეხლა და სამუდამოდ. ეხლა საერთოდ არ ვეხები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი პოლიტიკურ მიმდინარეობას, მაგრამ გამახსენდა უცებ რატომღაცა ესე ამომიტივტივდა ჩემს ჟურნალისტურ არქივში, როცა არ ვიცი, როდის იყო 4 წლის უკან იყო, მე მგონი ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, საპარლამენტო პირველი ერთ-ერთი თუ გახსოვთ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე რომ დაიწყეს. ხო, პრიორიტეტი იყო ეხა ის. რა თქმა უნდა, ნუ ეხა იმ საკითხებს, რომელზეც ეხლა ვლაპარაკობთ, ეხა მაგი არ შეედება, მაგრამ კარგი გახსენება იყო. კარგი, თუ დაასრულეთ ბატონ ბესო თქვენი მოსაზრება, მადლობა. მე დავასრულებ, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი და დავასრულებ. ყველას თავის საძინებელში გაუმარჯოს, მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მარტივი ქართული კანონი. კაცი უნდა იყოს ქალთან, ქალი უნდა იყოს კაცთან და ორი კაცი ერთად არ არის ოჯახი. თუ გაქვთ რეპლიკა, არ დავიმშვიდობები, მაშინ ბატონ ნიკას აქვს თქვენთან რეპლიკა და დაგჭირთ ჩვენთან ერთად. ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა, არ ვიცი, ალბათ სხვადასხვა ადამიანებს ველაპარაკებით და ამიტომ სხვადასხვა რაღაცებს ვამბობ და ეს თემას რაღაცნაირად აფუჭებს. საუბარი არ არის ემოციურ ნაწილზე ადამიანების. ქორწინება არის, აღნიშნა იურისტმა, ქორწინება არის წვილის რაღაცა, ასე ვთქვათ, ფორმაში და სახელმწიფოსთან ურთიერთობის დადგენის გზა. არა, იმიტომ რომ მე შემიძლია ქორწინება, მე სახელმწიფო მაგიარებს თუ არა. ნორმა, ცხოვრების წესი არის. არა, მომისმენთ. სანამ არსებობდა რომელიმე სახელმწიფო, არა, გიორგი, ბოდიში გიხდით. სანამ რამე სახელმწიფო შეიქმნებოდა პლანეტაზე, ამ პლანეტაზე სანამ შეიქმნებოდა რამე სახელმწიფო, ყველა სახელმწიფოზე უფრო ძირძველი არის ოჯახი და შესაბამისად არ მგონია რომ რომელიმე სახელმწიფოს ან რომელიმე საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უფლება რომ განსაზღვროს რა არის ოჯახი. ოჯახი და მე არა, რატო ადამიანებიც რატო ადამიანებიც ხო და საუბარი არის შემდეგ რამე, სხვა რამეზე არის საუბარი, სხვა რამეზე სახელმწიფო ამ ასეთი ტიპის ადამიანებს რა ფორმატში განიხილავს.
ბესოს დამოკიდებულება დაუშვათ იმაზე, რომ კაცო, ეგ შეიძლება ჩვეულებრივი კრიმინალი იყოს. არა, მეგობრებო, არც ერთ ადამიანს არ აქვს. როგორ მაგალითად თქვენ ხო შეგიძლიათ ვთქვათ, რომ მე ვარ ჟურნალისტი. მე ვარ მაგალითად ასტიგმატიზმი მაქვს, ან დაავადებასთან არ მინდა შევეხო საერთოდ. რაღაცა მომწონს ეს მუსიკა. ხო გამორიცხულია რომ ამან გამოიწვიოს ის რომ ვიღაცა იმ ჯგუფში იყოს აგრესიული თქვენს მიმართ. მითხარით, არის თუ არა სახელმწიფოს მიერ რამე ტიპის გარანტიები, რომ ადამიანი ამბობს ჩვეულებრივად, აი მაგალითად დღეს ეთერში რომ თქვა მე, რომ მე ვარ, თქვა გეი არ გამომივა, იმიტომ რომ მაგალითად ვარ ბისექსუალი. და ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ვიღაცა არ გამიხსენს. ხო და მაგიტო გეუბნები, ბესოს ეს ეხება თუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ კრიმინალი, არა მეგობრებო. ამ კრიმინალს აერთიანებს საერთო мотиваცია, რომ ამ ზუსტად ზედაპირული დამოკიდებულებით, რომ ეს არის საქართველო და თითქოს გეგონება, რომ ის ადამიანები არ არიან საქართველო. ეს არის მთელი უბედურება, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ტრადიციულად ძმაო ჰეტეროები ვართ, ერექცია გვემართება ქალზე და შენ არ ახარ საქართველო, გესმის? შენ ხარ რაღაცა ჯანდოა, ეხლა რატო გინდა რომ გაღია ამ ადამიანებს არ არსებობს ნორმა და არა ნორმა. როგორ არსებობს? არ არსებობს გამოიწვია დაიწყე ნიკა და ბესოს მიცეთ სასწრაფო რომ თანა დავემშვიდობები სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, სწორედ ესეთი დამოკიდებულების გამო მიხარია რომ გრანტები გამოიყოფა ამ ქვეყანაში. ისე როგორც მანამდე თქვენ ცოტათი ზედაპირულად გენდერული თემების ის იყო, ის მოიჩაო მე ეს. იმიტომ ზუსტად აგერ 30 ქალი, რამდენი ქალის ცემის ფაქტი არ ვიცით. ქმარი რომ მიდის და ცემს. რამდენის არ ვიცით, რომ მოკლა ის ვიცით. და თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. კრიმინალი კი არ არის, ეს არის ზუსტად ის ასე ეს არის კაშგაკრული. ეს არის კაშგაკრული ფაქტი. ნიკა ძალიან დიდი ბოდიში. ჩვეულებრივი და არა ჩვეულებრივი კრიმინალი არ არსებობს. ზუსტად ეს არის გამონაკლისი. და ეს არის ჩვეულებრივი დეფინიცია. გამონაკლისი კიდე არის ალბათ რამდენი შეიძლება გეიმაც მოკლას ისა რა ქვია ვიღაცა ჰეტერო მაგრამ საერთოდ კი არ არსებობს ესეთი დეფინიცია როგორც მე ვიცი კანონში ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი მე როგორც ვიცი კანონში არ არსებობს ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი კრიმინალი არის კრიმინალი ხო ეხლა ერთი დანის ერთი ჩარტით მოკლას თუ არ არსებობს არა ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი კრიმინალი არსებობს мотиваცია არ არსებობს კრიმინალია და საკანონმდებლო ორგანისტვის მნიშვნელოვანია დამნაშავის мотиваცია და თუ მას სიძულვი აქვს мотиваცია, რა თქმა უნდა, უფრო არა, мотиваცია შეიძლება ისიც იყოს, რომ მე თავს ვიცავდი და მოვყავდი, ხო? კრიმინალიაო კაციაბოს მაგას. ნუ გასაგებია. კრიმინალი, თორე სახელმწიფო მას უფრო ნეგატიურად აფასებს, ხო? ანუ ვთქვათ, ადამიანი რომ მოკლა და ადამიანი რომ მოკლა იმ მიზნით რომ ის არის ვთქვათ შავკანიანი, მას სახელმწიფო სულ სხვადასხვანაირად შეაფასებს. ორივე კრიმინალი არ არის. ორივე დამნაშავე კი არის. მაგრამ ის მეც მიიღებს საჩი. არა, გასაგებია. მოდი ეს ამაზე შევთავაზოთ რა. მოტივი რა არის? ძალიან დიდი ბოდიში მე ვიცი რა მარაზმამდე მივდივარ. მე კომიტეტის ხომას დავესწარი ამასინათ პარლამენტში და საუბარი იყო იმაზე რომ ქალს თუ შეხედავ და კომპლიმენტს ეთქვი, იმაზეც კი სასჯელი მოუმატოთ ადამიანს. და ამას რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ და საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდათ გამოტანილი პარლამენტში. არ გვაცადეთ რომ დაასრულოს გისმენთ. მე დავამთავრებ და შეგეშვებით. ეხლა მე როგორც ერთი ჩვეულებრივი კიდევ მე 2000 დავიწყე, მე დავამთავრებ რა. ჩვეულებრივი საზოგადოებრივ ცხოვრებით მოღვაწე ადამიანი ვარ, აი ესეთი ვარ და რა ვქნა, არ არსებობს სიტყვა ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი. ნიკა კონსტიტუციაში კი არა და საკანონმდებლო აქტებში კრიმინალი არის კრიმინალი, უნდა დაისაჯოს. ის შემამსუბუქებელი გარემოება თუ რაღაც мотиваციების სხვა, ეს კიდე სხვა თემა და კანონმა უნდა განსაზღვროს და მოსამართლე. მაგრამ იმ შემთხვევაში, რაც ეხლა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცამ დაგვავალა იქიდან ევროპიდან მოგთხოვა, მე არ ვიცი, იქნებ მიპასუხოთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება სამოქალაქო ქორწინება შეიძლება დაერქვას, თუ მაგალითად თავისუფლება ჯიქურმა მოიყვანა ცოლად ბონდო რაღაც კაჭკაჭაძე. ანუ ამას და მათ მოუნდათ აგერ იუსტიციის სახში ჩარბენა და ხელის მოწერა, ხო? ვაჟკაცებს. იქ როგორ უნდა დაფიქსირდეს სამოქალაქო ქორწინება? ხო წერეთ ცოლი, ქმარი.
იქ თვითონ უნდა გადაწყვიტონ ცოლ-და-ქმარი რომელი ამას ბელეტრისტიკა არის ეს, ბელეტრისტიკა. ეხა ზოგადად მაგის შობელი ერთი, შობელი ორი, იმიტომ რომ როგორ უნდა ჩავწეროთ ეს შვილად აყვანის პრობლემა გვაქვს. წარმოგვიდგენია. შვილმა გაარკვიოს რომელია მამა და დედა. შობელი ერთი, შობელი ცინიზმის ორი. გარეშე ამ საკითხს როგორ უნდა მიუდგე მე იხიც არ გაფორმებია ქვეყანაში ვიცხოვრებ და დაგემშვიდობებით. დავასრულებ მე მინდა ქვეყანა და საქართველოს რაც იმ 10 პრიორიტეტში მივალთ ბოლო-ბოლო აგერ ბატონ გიორგის თქმის არ იყოს მე-7, მე-8, მე-9, მე-10 პრობლემამდე სადაც ეს უნდა მოგვარდეს თორემ მოვა პერიოდი რომ ძალიან მალე პირველი პრობლემა გახდება ეს თუ ასე გაგრძელდა აი ამის გაუბრალოება ამ საკითხის მიუხედავად ცოტა დროზე იმ პირველ შვიდს და დანარჩენი გავაგზავნოთ გაუმარჯოს ნახთ სიყვარულს კაცის და ქალის და ქალის და კაცის კარგი მადლობა იმისთვის რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ბესო ჩუბინძე საუბრობდა და ჩვენ გადმოვედით ისევ სტუდიაში აი ბატონმა გიორგიმ აღნიშნა რომ სპეკულაციები ახსენეთ თქვენ და მე მახსოვს რომ აი ამ თემაზე როდესაც იყო წინასაარჩევნო პერიოდის საუბარი გიაოვსკი ამბობდა რომ შესაძლოა რომ ამ თემითო ისარგებლონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმაო და სპეკულაციებზე საუბრობდა ვის შეიძლება რომ ესარგებლოთ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში როდესაც განსაკუთრებით გააქტიურდა ამ თემაზე საუბარი თქვენც ახსენეთ წეღან ბატონ ბესო როდესაც გვერდებოდა ანუ ეს კონსტიტუციაში ამ ქორწინების კონკრეტიკის დეფიციტით შეიძლება რომ ისარგებლოს ვინმემ და გარკვეულ სპეკულაციებს ჰქონდეს ადგილი ამ შემთხვევაში მე პოლიტიკას გულისხმობ პოლიტიკურ გუნდს გულისხმობ მე გადაწყვეტილება არის ევროსასამართლოში არც აი რაც ბატონმა ზაზა თქვა მაგას დავამატებ კიდე სხვა სპეკულაციის თემებს და სხვა საშიშროების თემებს ერთი უკვე ვახსენე ხო როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა უკვე სარჩელი იმასთან დაკავშირებით რომ არ არის სამოქალაქო კოდექსი კონსტიტუციაზე მაღალი კანონი და ამიტომ მოდით ამოვიღოთ იქიდან ქალისა და მამაკაცის ცნება იმიტომ რომ კონსტიტუციაში არ გვიწერია და არ მოდის თანხმდრაში კონსტიტუციასთან სამოქალაქო კოდექსი. მოდით, სწორედ ეს იყო мотиваცია და ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ და ჩემმა გუნდმა მოვამზადეთ და მე წარვადგინე მაშინ პარლამენტში სწორედ საკონსტიტუციო ცვლილება და ეს არანაირად არ უკავშირდებოდა მაშინ არც არჩევნებს, არანაირ სხვა რაღაც პოლიტიკურ პროცესებს. ეს იყო გაცილებით ადრე, სადღაც 8 თვით თუ 9 თვით ადრე არჩევნებამდე თუ მეტით კიდე 1 წლით ადრე. შესაბამისად ეს სრულიად კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ მოტივირებული იყო იმითი, რომ ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეულწილად უკვე ისეთი ტენდენციები, რომელიც ამ ერთსქესიანთა ქორწინებების მიმართულებით აქტუალიზირდებოდა, გაჩნდა გარკვეული ტენდენციები, რომელიც შესაძლებელი იყო გამختارიყო უკვე და მე რა თქმა უნდა მაგ მომენტში არ მქონდა არც მაცაცოს მაგალითი და არაფერი. მაგრამ საუბრობდით იმაზე რომ სად გაჩნდა რა ტენდენციაზე საუბრობთ. სწორედ მაგიტომ რომ 2012 წლიდან დაიწყო საქართველოში, ნუ ახლა ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ სწორედ 2012 წლის დასაწყისიდან დაიწყო მასობრივად არასამთავრობო სექტორში სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებისათვის ბრძოლა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრიორიტეტული თემისათვის გაჩნდა არასამთავრობო სექტორში შესაბამისი თანხები. არ უნდა იბრძოლო და უშუალოდ საკუთარი უფლებებისთვის. იბრძოლოს არა მაგას არ ვამბობ, რომ არავინ არაფრისთვის არ უნდა იბრძოლოს. ვისაც უნდა იმან იბრძოლოს ესქესიანთა უფლებებისათვის კი არა და რა ქვია მაგას სექსუალური უმცირესობების მიაყოლოთ რომ აი 2012-დან გაჩნდა ეს არის ტენდენცია რამაც გაფიქრებინათ რომ საჭიროა. რა თქმა უნდა იმ ლიბერალების პირობებში, ლიბერალური გაწყობების, ასე ვთქვათ, დაფინანსების და მძლავრების პირობებში, როდესაც დავინახეთ, რომ რეალურად მივდივართ აი ამ საშიშროებისაკენ, ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა და ძალიან ბევრმა ადამიანმა ამადა ამ ქვეყანაში, რომელსაც კონსერვატორებად მიგვაჩნია ჩვენი თავი და კონსერვატიული მიმართულებების დაცვის პასუხისგებლობას ვგრძნობთ ჩვენ თავზე, როგორც პოლიტიკოსები, დავიწყეთ ბრძოლა სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენი ინტერესების კონსერვატიული განწყობების დაცვა დავიწყეთ საკონსტიტუციო ნორმებით. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ ვთქვით რომ ის უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რაც არის ნორმა, რაც არის ამ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ნორმალური. ისიც მე დავიღალე ჩემი დისერტაცია და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოვიტყო და დავიწყოს იმ არა შეგვიძლია დავასრულოთ კარგი დავასრულებ. როდესაც საუბრობთ იმაზე რომ ამ შემთხვევაში რა მოხდა, ეს არის მარტო ქორწინება, ეს არის მარტო სამოქალაქო ურთიერთობა, არ არის ეს ასე. ქორწინება ეს არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, სტანდარტი, ნორმა ჩვენი ცხოვრების წესის და ის რაც არის არანორმალური, მისი ნორმად გამოცხადება, მე ვთვლი რომ ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩემი ქვეყნისათვის არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი. ამიტომ მოწოდება, მუდმივი მუშაობა, ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის ამ მიმართულებით ხარჯვა, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის ამ მიმართულებით იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, წნეხი საზოგადოებაზე, რომ ხალხო, ეს არ არის პრობლემა, ნუ გეშინიათ, არაფერი არ მოხდება თუ ორი მამაკაცი დაიწერს, მოაწერს ხელს სამოქალაქო ქორწინებაში. მე ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი
ცხოვრების წესის ძალიან სერიოზული საფრთხის შემქმნელი რამ, რაც არანორმალური ნორმა დამკვიდრებას გამოიწვევს და რაც ამ შემთხვევაში მოახდენს ძალიან ბევრი ღირებულების დეგრადირებას. და ჩემი ქვეყანა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე და როგორიც უნდა ენახოს ის. ძალიან ბევრი რეკლამაზე გავალთ რეპლიკის საშუალება. ბატონო ქართველები როგორ ვართ ესეც წოდები და ბალტიისპირელები წოდები ყოფილა და მთელი აღმოსავლეთ ევროპა. წინაც ახლაც რომ ანუ ორი მამაკაცის ქორწინება და ასე შემდეგ. მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, ჩვენ საუბრობთ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით. აი მაგაზია საუბარი ზუსტად. კი ბატონო, გირჩი როდესაც ამბობს გირჩი როდესაც დღეს ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩავწეროთ ის რომ ქორწინება არის ეს არის მომზადება წინაპირობის, ეს არის ნიადაგის შემზადება და გითხრა კიდევაც ბატონო ნიკამ. მოდით გავჭიმოთო რა, დაველოდოთ, ეხა ვილაპარაკოთ და მომავალ პარლამენტში განვიხილოთ. უკაცრავად მოვუსმინოთ და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და მაქსიმალურად სიტუაცია, როდესაც ბევრი საკონსტიტუციო სარჩელი მოგვიწევს ისე მაგვალდებულების აღება. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ შემთხვევაში ქორწინების ემოციური ნაწილი აქვთ, ასე ვთქვათ, საკუთარ არგუმენტად, რომ ეს არის ადამიანის ნორმა, მორალი და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ ჩვენთვის არ არსებობს? არა, რა თქმა უნდა არსებობს, ეგ არის. თავარი არის, რომ წყვილს უნდადეს იყოს წყვილი. და მეორე ჩვენ თავარი პრობლემა არის სახელმწიფო როგორ უყურებს ამ ადამიანების სურვილს. ეს არის თავარი და ამაზე არ ვკამათობთ სამწუხაროდ და ვკამათობთ იმაზე, რომ ადამიანებს არ უნდა მოუნდეთ ერთად ყოფნა თუ არ არიან ქალი და კაცი. ანუ საუბრის გადატანა მიდის კიდევ ერთხელ გეუბნებით ლირიკაში, სადაც ჩვენ უნდა შევეჯიბროთ რაღაც ბოროტება და სიკეთე ერთმანეთს და მე ვსაუბრობ სხვა რაღაცაზე. მეორე საკითხი, ფულთან დაკავშირებით ყოველთვის უფლების დამღვრებს აქვთ ყოველთვის უფრო მეტი ფულიც, რესურსის და ძალაუფლება ვიდრე დამცველებს. და სწორედ ამიტომ ხდება, რომ რამენაირად ამ დამცველებს გაუჩნდათ რაღაცა რესურსი, რომ იზრუნონ დაცვაზე და პლუს ამას აქ იურისტების ხედან ადვოკატი ესწრება აქაურობას და პოლიტიკოსი და მინდა რომ საზოგადოებას მივმართო. არ არის აუცილებელი ყველა მოგწონდეს ვის უფლებებსაც ვიცავთ. შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეს ადამიანი, მაგრამ მის უფლებებს ვიცავდეთ. და ისე არ არის რომ მე მომწონდეს მარტო ესეთი ტიპები და მე ზმაო ამათ დავიცავ, ისინი არ მინდა, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ჩვენ არ შეიძლება დავყოთ ჩვენს ინტერესის სფეროებად ხალხი. ამათ მე მივხედავ, მე გენი არ მომწონს შეუშვი საძინებელში. აი საძინებელში გარეთ ვინც არიან ჩვენ მივხედავ. ამაზე არის გიორგი, რას ვიცავ და ადამიანის უფლებას. მოდით ვიღაცას უნდა ბევრი ცოლი და მოდი ნიკა, აი რატომ მომდისხართ მაგალითად რაღაცას როცა ცოლობ ნიკა, მაგ ლოგიკით პოლიგამია უნდა დაკანონდეს ხო, მოდი მაშინ ისინი აი ბატონო ზაზა, ხო შეიძლება ეხა თქვენ იურისტი ხართ, თქვენ ვიღაცა მოიწე კაცის ჭამა რატო აკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ თემას შლით თემას იმიტომ რომ ამას რაც თქვენ ლოგიკა ამას ეს მოყვება მეთქი პატონცებულო მოყვება კი არა, მე გეუბნებით კონკრეტულად მოყვება არის მოყვება არის ვარაუდი. არა, მოყვება არის ვარაუდი და ჩვენ გეუბნებით ეს რაზეა. განსხვავებული თემაა. არის ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის. მე ორი ცოლი მინდა. ორი ცოლი მინდა. ახლა დას მეუბნებით, იცი რომ ორი ცოლი მინდა. რელიგიო აი თქვათ რომ რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია აკრძალული იყოს და თქვათ ესეთი რაღაცა რომ რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია არ უნდა დაუშვათ ადამიანის უფლებები არის რომ ვარო ორი მომიზმინე ერთი წუთი ორი ცოლი რომ უნდა ადამიანს და იმის უფლება არის რომ ვაბნევთ და მაყურებლებს არასწორი არის ეს არ არის პროცესი სადაც ეხა ჩვენ ვართ ისა რა ქვია ეს მიდის ომი რომ პოლიგამია დაკანონდეს კარგით ეხა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხეთ და დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში წინ გველოდება მე იურიდიულად ვასაბუთებ ევროს გულის ფრიალი, კივილი გულმკერდის არეში, სტრესი და ნევროზი, უძილობა. მიიღეთ კორვალ-G. კორვალ-G, თქვენი გულის სიმშვიდისა და სრულფასოვანი ძილისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნებისმიერმა საკვებმა ხშირად შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის არეში. რეოფარი 4 კომპონენტისაგან შემდგარი კომბინაცია. იქონიეთ და მიიღეთ რეოფარი. რეოფარი მოგიხსნით შებერილობას და დისკომფორტს ჭამის შემდეგ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ტრიმეკორი ემერი კვებავს გულის კუნთს 24 საათის განმავლობაში, რომ გულმა სიბერეშიც საათივით იმუშაოს. მიიღეთ ტრიმეკორი ემერი. გაიხან გრძლივ დრო. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. მომწონს სიახლის მოლოდინი და მოლოდინის გამართლება. მომწონს როცა მობილური ვარ. მოძრაობ, ვაკვირდები, ვეცნობი, ვაფიქსირებ მომენტებს, რომლებიც კადრებად რჩება. მერე ვუყურებ.
მომწონს ფერები, სიმკვეთრე, ხარისხი და ის რომ განძლეა, ბევრს იტევს და სწრაფია. ეს Google-ის პროექტია. შეიძინეთ Maxis ოფისებში General Mobile, უახლესი 4.5G smartphone-ები თვეში 36 ლარად და მიიღეთ 1 წელი ინტერნეტის საჩუქრად. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, ინვიტრო განაყოფიერება, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა, პროფესიონალიზმი, პატიოსნება საკუთარი და პაციენტის პიროვნების პატივისცემა. 251 88 87. ბარიერი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში დისკუსია არ წყდება სტუდიაში და ბატონ ზაზას მინდა ვკითხო საუბრის დასაწყისში მე მახსოვს ბატონ მენიკამაც ნაწილობრივ ისაუბრა და ამაზე ვნახე არაერთი კომენტარიც ხომ არ ფიქრობთ თქვენც თქვით რომ ხელოვნურად შეიძლება რომ ხელოვნურადაც კი იყოს ახსენეთ ეს ხომ არ ფიქრობთ რომ მართველი გუნდი ამაზე გაკეთდა მან ადრეც განცხადებები გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდების მიღებას ცდილობდა მართალი ბრძანდებით რა თქმა უნდა უბრალოდ ეს არის თემა, რომელიც 90% ადამიანს აღელვებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემ ახალგაზრდა კოლეგას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ძალიან კარგი იურისტია, ის რა ქვია, ვეთანხმები იმაში, რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური თემა. მაგრამ ეს თემა არ არის მარტო მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი თემაა მნიშვნელოვანი. ის რომ სწრაფ განვითარებას გვპირდებოდა ქართული ოცნება და ერთი კვირის განმავლობაში ხალხის მდგომარეობა 5%-ით გაძვირდა და საწვავი უკვე კატასტროფულად ზვირდება და ეს გამოიწვევს ყველაფრის გაძვირებას, რა თქმა უნდა, ეს თემაა ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამას ვეთანხმები. მაგრამ ეს ფუნდამენტალური თემა ასევე, ყველა თემაა მნიშვნელოვანი, ჩვენ არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ქორწინების რეგისტრაცია, რასაც მე ვემხრობი, რომ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში აუცილებლად, იმიტომ რომ მე მაშპოთებს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ასევე მაშპოთებს, რომ ადამიანები მაგალითად საკუთარ შვილს ერთ კამპეტს ვერ ყიდულობენ თვის განმავლობაში და ეს ბავშვები დგენან და იყურებიან ნაგვის ურნაში. ეს არის საშინელება. ეს რა თქმა უნდა პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს ამ საკითხის, ეს უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი ნორმა, რომ კონსტიტუციაში ეს მოხდეს. მარტო ამით რომ დავიწყოთ ჩვენ ამაზე საუბარი, ესე ქვეყანა რა თქმა უნდა ვერ განვითარდება. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ ასევე აუცილებელი ადამიანს კონდეს ნორმალური პენსია, კონდეს ნორმალური ჯანდაცვა და ადამიანმა არ იშიმშილოს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ადამიანია მთავარი. ადამიანს უნდა კონდეს ღირსეული ცხოვრების, ღირსეული განათლების, რამოდენიმე სტუდენტი, ათასობით სტუდენტს აქვს დღეს უფლებამოსილება შეჩერებულო ფულს ვერ იხდიან. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ამბობთ ბატონ ზაზა, ჩვენთვის ადამიანი არის მნიშვნელოვანი. კი, მნიშვნელოვანი ადამიანის გამორიცხავს გარკვეულწილად თქვენს რაღაცა მოთხოვნას. მაგაზე არის საუბარი, ვერ ხვდებით. ეს არის ჩვენ რო კონსტიტუციაში ჩავწეროთ ეს რამენაირად გამოიწვევს მაგალითად პირობითად არა ქორწინებაში მყოფი წყვილების რაოდენობის შემცირება მოხდება ამით არ მოუნდებათ ვიღაცებს თანაცხოვრება შენ მოგეწონა რომ 51 სკოლის წინ კაცები იდგნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ სკოლის წინ მომეწონა არ მომეწონა არ მიფიქრია მაგალითად მე ვარ შობელი შემა არასრულოვანმა შვილმა ეს არ უნდა დაინახოს ამის რეკლამა ორი ყოფილიყო ბატონ ზაზა არც შეიძლება რა ვიცი ზოგს ეგ მოწონა არ შეიძლება უკაცრავად აი გიორგის არა რატო გეუბნები ციეს იგივე შეკითხვა მაქვს არა ანუ შევეკითხლებები უნდა უკაცრავად ანალოგიური შეკითხვა გამიჩნდა ანუ გავიგეთ თქვენი პოზიცია მაგრამ ჩვენ საუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით არა მე სამართლელად ხო დავასაბუთებ არა ისინი წვილი ქორწინებაში რო არიან მე რაკოცებდნენ ერთმანეთს რომ მოგეწონება თუ არ მოგეწონება ამისთვის რამე უნდა გავაკეთოთ კარგი გიორგი არ დავინახო არა პროპაგანდა არის რომ ესე იგი გეი წვილები მიდიან სკოლასთან და კოცნებთან არის არანორმალური ყველაზე ლიბერალური ქვეყანა არის საფრანგეთი სკოლის წინ შენ დაგაჯარიმებენ ეგეთი რამე რო გააკეთო კიდე ქალბატონი სკოლასთან და კოცნებთან არის არანორმალური ყველაზე ლიბერალური ქვეყანა არის საფრანგეთი სკოლის წინ შენ დაგაჯარიმებენ ეგეთი რამე რო გააკეთო კიდე ქალბატონი და მამაკაცი რო დაგეს არის მომისმინე გეუნე მილიონი კაცი გამოვიდა საფრანგეთში ქუჩაში როდესაც დაიწყო საუბარი რომ არა იმსა უნდა ყოფილიყო შვილობას ხო ნებართვის გაცემა რომელიც დღევანდელმა ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მაგრამ მე როგორც ქრისტიანი ადამიანი რომელიც ისა ძალიან პატივცემ ჩვენ სარწმუნოებას და ზნეობრივი ნორმების დაცვაზე ვდებ
რაღაც ეტაპზე თავს მე ვფიქრობ ეს უნდა ეწეროს მაგრამ შეიძლება აღნიშნეთ თქვენ უკაცრავად ბატონ ზაზა რომ სკოლის წინ ნებისმიერ შემთხვევაში დაჯარიმდებაო ახლა ანუ არ შეიძლება მე არ შეიძლება ჩემო კარგო ესე რეკლამირება არ შეიძლება უბრალოდ წეგან ბავშვებთან მაგალითად ჩვეულებრივი წვილი რო იდგეს ვიღაცა ნუ გადავა განდურზე რო უკადოს თვალი კაცი შეიძლება ეგეც ამბზენი იყოს თვალი კაცი და ორი მამაკაცი ერთმანეთს გიორგი და რაც არ უნდა ეცადო ნიკა არის ბატონ ზაზასთან ეს გაიგივო ბატონ ზაზას არ უნდა შეეშალოს ბატონ ზაზას არ უნდა შეეშალოს გამოსული ადამიანია ასამი კაცი რომ გიორგი და ორი მამაკაცი კავშირში არ არის ის წვილი კონსტიტუცია გიორგი აი მითხარი გულწრფელად კონსტიტუციაში ეწერებოდა თუ არა რომ წვილი არაფერშუა კონსტიტუციას იქ ის კაცი კონსტიტუციას ეს არ არიან ისინი ქორწინებაში კონსტიტუციით ანუ სახელმწიფოში მე ვიძახი ზნეობრივად ადამიანმა ბავშვთან რა უნდა აკეთოს და არ უნდა აკეთოს ეს არის ის ქართველების დიდ მონაწილეობა შეიძლება მთვრალი მამა რომ იდის სახში და ბავშვს აღვიძებს ესეც ბავშვის უფლებების დარღვევა არის აქ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ რომ კონსტიტუციაში მაგის ჩაწერა არ ჩაწერით ეგ ფაქტი შეიცვლებოდა მამა რომ მივა ბავშვებს და გააღვიძებს სანამ ამას არა აი ორი კაცი რო წოცვიდაოთ რა მე ვიდა ეს მოგწონთ მე კი კითხვა დაგისვით თქვენ მე შეიძლება რა თქმა უნდა თავისთავად არ მომწონს სხვა რამის გამო ეგ სხვა რამის გამო არა ხომ არა უბრალოდ შეგეკითხეთ ამასთან კავშირში არ იყო და კიდე მეორე საკითხი არის წენა თქვენ ბატონობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ხო მაგრამ აღაცა მანიპულირების თემა რომ შემოაგდე და მე რა ვამბობ ეგრე არ არის ბატონო აქ წამოიჭრა თემა ეს ყველაფერი არის თუ არა პოლიტიზირებული თემა და პოლიტიკურად იყენებს თუ არა ამას პოლიტიკური პარტიები ეხლა მოდით მარტივად შევხედოთ რა რაღაცა კუთხით რა თქმა უნდა იყენებს და ამას ვერ გაექცევი როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია ვიქნები ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტია სხვისი პოლიტიკური პარტია თუ ნებისმიერი რომელიც გინდათ როდესაც ისეთ ინიციატივას დააყენებს რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღები და ეს მის პოლიტიკურ დივიდენდს და ქულას შესძენს ამ პოლიტიკურ პარტიას, გამოვა მისი ოპონენტი და იტყვის, რომ აი ეს ამას აკეთებს პოლიტიკური ქულისათვის. ნაციონალურ მოძრაობას ჭირდა ერთი მარაზმი პარლამენტში გაგახსენებთ, რაც არ უნდა გეთქვა მისი დანაშაულებრივი ქმედების გამო, აი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ეხლა და იმიტომ ლაპარაკობს ამასო. ნებისმიერ თემას, რომელსაც პოლიტიკური პარტია აყენებს. რა თქმა უნდა, შეხების წერტილი აქვს იმასთან, რომ მას მოუტანოს კონკრეტული პოლიტიკური ხულა. ანუ სხვა გიორგი ნონიაშვილი მეტყვის ინტერესები გაატარა. რომ მითხარით რომ არ მაძლევთ საშუალებას რომ დავასრულო, გიორგი მეტყვის რომ დამჩაგრეთო. გისმენთ გიორგი ქონდათ წეგან რეპლიკა ბატონ ზაზასთან დაკავშირებით და არ დაგასრულებინეთ რა საუბრობდა. მოდი ან ბარემა ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. რა მე მგონია რომ წმინდა სამართლების მსჯელობაში უნდა შევიდეთ ხომ რიგ შემთხვევებში და აი სკოლის წინ რაღაცა რომ მოხდეს და ეს შემდეგ ამ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ. მაგასაც თავისი პირველი ადგილი აქვს. მაგაზე შეგვიძლია სხვაგან ვილაპარაკოთ და სხვა თემებზე. მე ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ თემაში. ბატონ გიორგი, მაგრამ ეხა ხო სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ეხა ვილაპარაკებ მე კონსტიტუციაზე. კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს შეტანი და თქვენ ეს იცით. და მაქვს ორი მყარი არგუმენტი ამ შემთხვევაში. პირველი, მყარეზე როგორ გითხრათ? კონსტიტუცია არ უნდა იქცეს პოლიტიკური манипуляციების საგანი. კონსტიტუცია არა ერთი წამი რა, არა არ მასრულებინებთ. პოლიტიკური მაის არის რა ქვია, პოლიტიზაცია. დავასრულებინოთ ბატონ გიორგი და კონსტიტუცია არ არის ის დოკუმენტი, რომელშიც უნდა შეიტანოს რომელიმე ხელისუფლება მცვლება თავისი პოლიტიკური დივიდენდისთვის როგორც თქვენ თქვით, კონსტიტუცია არის ზუსტად ის დოკუმენტი, უნდა ეს აღარ არის რატო ერთი პარტიის ინტერესი. კონსტიტუცია არის ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს და მეორე საკითხი ხელისუფლების დანაწილების საკითხს და ეს შვენივრად მოიხსენება როგორც იურის, ისევე არაიურის. შენ კარგად იცი რომ მე ოპოზიციაში ვარ. ბატონი ზაზა პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ძალიან მწავე დაკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას. ეს არის ერთადერთი თემა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა დიახ უნდა იყოს რთული, რატომღაც ნიკას ლოგიკა რაღაც სასაცილოდ აიგდეთ და არ არის ეგრე. დიახ, საქართველოში უნდა გართულდეს საკონსტიტუციების მიღება, სწორედ ამიტომ რომ ესეთი პოლიტიკური манипуляციები და ესეთი დივიდენდების დაწერის საშუალებები კონსტიტუციის ხარჯზე უნდა ავირიდოთ თავით. ეს ერთი ლოგიკაა. მეორე არ მინდა ის არ შეიძლება პოლიტიკური დივიდენდი, ეს არ არის არგუმენტი. რაღაცა სოციალურ საკითხზე რეგულირებებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში მე მგონია
არ უნდა იყოს შეტანილი ცვლილება, რომელსაც შინაარსი და კონსტიტუციისთვის შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაიმე ცვლილების, რომელსაც შინაარსი სიძულვილი უძღვის წინ. მივედით ახლა საყოველთაო მარაზმში. არა, საყოველთაო მარაზმში არ ვისურვებთ. თურმე მამათმავლებს თუ არ ვაკეთებ სიძულვილი ზეით ლაპარაკობ. ჩვენ პოლიტიკურ არა. თუ ლაპარაკობ ლოგიკა გრძელდება. ნორმა არის. ბატონო გიორგი, აი მომისმის იგივე ლოგიკა გრძელდება. არის თურმე ეს სიძულვილი რატომ სურს? რატომ სურს? საიდან მოიგონეთ საერთოდ ეს? რატომ სურს დღევანდელ მართულ ხელისუფლებას? დღევანდელ მართულ ხელისუფლებას? არა, ხო, თურმე ლაპარაკობ. მამათმავლობა სიძულვის ენაა? არა, დამოკიდებულება ჩასწორე შეიძლება. ლაპარაკი ყოფილა სულხასაბადან დაწყებული ვაჟაბშაველა ილიაჭოვი ჩემი გაგზელებულა გამარტებაში. რატო ხდება ეს პოლიტიკური დივიდენდი პოლიტიკური პარტიების ხელში? იმიტომ რომ ეს მომგებიანი პოზიციაა, რომ ადამიანების და მოქალაქეების სიძულზე ითამაშა. ეს სხვანაირად დივიდენდი როგორ იქნება თუ მხარდამჭერები კანებრივია რა. ამიტომ კონსტიტუციას არა კონსტიტუცია არ არის ის დოკუმენტი უნდა დავამთავროთ არ არის ის დოკუმენტი ისაც ახლა ჩვენი კოლეგა იურისტი ბატონი გიორგი აკეთებს ეს არის სწორედ სპეკულაცია თემაზე რომ ვინც ამას არ უჭერს ხარს არ დამსწრებელი ეს იზოლურის ენით მოლაპარაკე აი ეს დასრულდეს დროზე უნდა ჩაიწეროს ეს კონსტიტუცია დამთავრდება ახლა და სამუდამოდ ეს მარადი კონსტიტუციის შინაარსის კარგად გასვლის და სხვა საკანონმდებლო ესა ანუ სხვა კანონების შინაარსი რატო არ შეგვაქვს ყველაფერი კონსტიტუციაში ან მარტივი კითხვაა და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხი აღწევს კონსტიტუციონალიზმი და კონსტიტუციურ სამართალს სულ სხვა საკითხია და სულ სხვა საკითხია რახან არის ქორწინების გასაგება იყოს ბოლომდე მეორე ამბავი კონსენსუსი მე მგონი არის იმასთან დაკავშირებით რომ ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მაგრამ როგორ უნდა დარეგულირდეს მე ვიზიარებ იმას, რომ ეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ მაქსიმალურად პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ძალებმა, იურისტებმა, უფლებადამცველებმა უნდა წაახალისონ ის პროცესი, რომ ეს ყველაფერი აი ამ სიძულვის და უტრირებებისგან დაცლილი იყოს და სუფთა პროფესიულ საკითხზე ვისაუბროთ, ხო? იყო მაგის მე მგონია ესეთი რაღაც რეფერენდუმი უნდა გამართულიყო. ის რომ საზოგადოება მაგრამ ყველაზე ლიბერალმა პრეზიდენტმა ეს არ დაუშვა ის რომ საზოგადოების ნაწილი შეიძლება უმეტესობა ფიქრობს რომ ქორწინებას აქვს თქვათ ისტორიული კონოტაცია ისტორიული დანიშნულება და ამ ქორწინების ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ ყველა წყვილი ყველა ტიპის წყვილი ეს შეიძლება რელევანტური იყოს მაგრამ ის რომ საერთოდ არ ვაღიაროთ მათი უფლებრივი მდგომარეობა ეს სრულიად არარელევანტურია ჩვენი სახელმწიფოებისთვის. უკაცრავად. ის რასაც ევროსაბჭო ძალიან მცირე რეპლიკა იმასთან დაკავშირებით მაინც იმასთან დაკავშირებით მაინც თავხდებით მე და ბატონი ზაზარო სამართლებრივი გარანტიები ასეთ წყვილებს უნდა გქონდეთ. შეიძლება ამ ყველაფერს არ ერქვას ქორწინება, მაგრამ პირველი რელევანტური საკითხი თუ რამე არის, მაშინ უფლებებთან დაკავშირებით არის ის რომ მოდი მათ სამართლებრივ გარანტიებზე ვილაპარაკო. რომელ სამართლებრივ გარანტიებზე? მათ გარანტიებზე, ანუ მემკვიდრეობაზე? მათ შორის. უკაცრავად. რითი ვერ ნებისმიერი წყილი. რატო ვერ უკაცრავად? ეგ ადამიანები ისეთივე კანონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებით როგორც შეუულებრივი ნებისმიერი ადამიანი. არა, საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი განსხვავებულ უფლებებთან. იმიტომ რომ ოჯახი უნდა თქოს. ოჯახი არა, ოჯახი ვერ შეიძლება. ეგ გამორიცხულია. სამართლებრივად გამორიცხულია. ბატონ ზაზა, ბატონ გიორგი, კაცრავად. სტუმარი გვერდთობა და ძალიან გთხოვთ მივცეთ საშუალება რომ დააფიქსიროს მანაც საკუთარი მოსაზრება ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით ბატონ სერგო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს სტუდიაში, მადლობა მოწვევისთვის. ალბათ როგორც ხარ დისკუსია გვაქვს ამ საკითხზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა საინტერესოა თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ ბატონი ნიკა ამბობდა რომ ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების შელახვასთან გვექნება საქმე და უფრო მეტიც ის კი არა რომ კონსტიტუციაში არ უნდა გაკეთდეს მსგავსი ჩანაწერი, სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერიც რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ესეც არ უნდა იყოს რომ ადამიანების უფლებები იყოს დაცული ბოლომდე. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოსაზრება გაქვთ?
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე მგონი ახალ პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ექნება გადასაწყვეტი და მე ვფიქრობ, რომ მათი მთელი რესურსი, ინტელექტუალური, თქვათ, ფინანსური, დროის უნდა მოხმარდებს ისეთი კანონების შემოქმედებას, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის აღმავლობას, ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს გაჩენას და ასე შემდეგ, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს სოციალურ პირობებს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ეს საკითხი, რომელზეც დღეს ვსჯელობთ, არ არის პირველი რიგის საკითხი, რომელზეც შეიძლება საერთოდ იმსჯელოს პარლამენტმა, იმიტომ რომ კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება, პარლამენტის, ასე ვთქვათ, ხო, 3/4. ერთ რამეს დავამატებ, თუ შეიძლება. აქ ლაპარაკია, რომ თქვენც ახსენეთ, რომ სამოქალაქო კოდექსში არის ამის განსაზღვრება, თუ კონსტიტუციაში პირდაპირ ეს არ წერია, სამოქალაქო კოდექსში ეს წერია. რაც შეეხება ზნეობრივ პრინციპებს, ახლა ზნეობრივი პრინციპები მარტო ამას არ გულისხმობს, ბევრი სხვა ზნეობრივი პრინციპი და ზნეობრივი და მორალური მიდგომები არსებობს და არ ამგონი ახლა ყველა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, არ ვიცი, ეს იურისტები ხართ, მე იურისტი არა ვარ, მაგრამ არ ამგონია ეს შესაძლებელი იყოს. და ერთ მომენტს გავამახვილებთ, ერთ მომენტზე ყურადღებას, რომ არის ძალიან ბევრი ოჯახი, როდესაც ოჯახის დეფინიციას ვიძლევით, რომ არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომელშიც არ არის ხო ეს ქალისა და მამაკაცის ერთობა. არის ვიღაცა მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა, ბებია ბაბუა ზრდის, ეხლა ჩვენს გარშემოც არიან და იყვნენ ესეთი ადამიანი, ნათესავი ზრდის და ეხლა რა უთხრათ ამ ადამიანს და ამ ბავშვს, რომ იცი რა, რახან შენ დედა და მამა არ აკავს, ან ერთ-ერთი არ აკავს, ან არც ერთი არ აკავს, ან ბებია ბაბუა ზრდის, ესე იგი კონსტიტუციაში წერია, რომ შენ არ ახარ არიზები ოჯახში, რა ვიცი, არ ამგონია ეს თლად კორექტული იყოს ამ ხალხის მიმართ. რაც შეეხება კიდევ აი თქვენ მსჯელობას შევესწარი, რომ თქვათ აი სკოლის წინ არ უნდა ხდებოდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით, სკოლის წინ არ უნდა ხდებოდეს არც ორი მამაკაცის ხვევნაპროშნა, არც ქალის და მამაკაცის ხვევნაპროშნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალი და მამაკაცი თუ აღვირახსნილ მაპატიე და სექს ეძლევა ბავშვების წინ, რომ აგვგზავნოთ ყველა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა, ან ქალის და მამაკაცის რაღაც ერთობაში შევიტანოთ ეჭვი, ხო? რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი არის ის, რომ სამოქალაქო კოდექსში კიდევ ერთხელ შემისწორებთ იურისტები ბრძანდებით, რომ არის ეს დარეგულირებული და რატო ვქმნით ჩვენ, რატო ვამტვრევთ ახალ კარებს, რატომ გვინდა რომ კონსტიტუციაშიც რაღაცები ჩავწეროთ, მაშინ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ასეთი, შეიძლება იყოს ასე, თუ ასეთ ვითარებაშია და ქვეპუნქტები გავაკეთოთ, ან დავწეროთ, რომ კაცის კვლავ ცუდია, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ან არ შეიძლება ძარცვა და ეს მორალური მეებში არ ჯდება, ხო? ასე რომ, რა ვიცი, ყველაფრის ჩაწერა კონსტიტუციაში არ მგონია მიზანშეწონილი, მე როგორც მოქალაქეს. საკითხებია მოსაგვარებელი ისაუბრეთ ამაზე. აქ დაისვა საკითხი, მე რამდენი, ანუ ზოგადად თუ არის ეს სისტემა, რომელიც საერთოდ უნდა განიხილოს მთავრობამ, არა თუ მე-10 არა, თემა, ნებისმიერი თემა, ეხლა ნებისმიერი თემა შეიძლება განიხილოს ადამიანებმა, ნებისმიერი თემა, მით უმეტეს თუ ეს არის საინტერესო თემა. ბატონო, სამოქალაქო კოდექსში როგორც წერია, როგორც თქვენ ბრძანეთ და გეთანხმებით, რომ სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ანუ მაგას ეთანხმებით. კი ბატონო, ეთანხმებით, არაფერი ამაში ახლა საჭირო. უკვე კარგია რომ ეთანხმებით, რაც შეეხება კონსტიტუციას. ხო, არა, სარკაზმი არ არის საჭირო, ბატონო გიორგი. მე ვთქვი, რომ ეს არსებობს და ახლა ყველა ნორმას თუ ავიღებთ და გავიტანთ კონსტიტუციაში, არ გამოვა ეს ახლა. მათ არც სამოქალაქო კოდექსში არ უნდათ. ანუ გიორგის და ბატონ გიორგის არ უნდა. უკაცრავად ვერ გავიზო, დავასრულებ თუ შეიძლება. საერთოდ ამასთან დაკავშირებით არ მისვლა. გიორგის არ თქვა, გიტავს თვა მაგ. კარგით, სერგო, დაასრულეთ და კიდევ უნდა დაგისვათ შეკითხვა. ხო, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეხლა თქვენ შეკითხვა დამისვით, რომ შეიძლება თუ არა ამის განხილვა, ეხლა როდესაც ადამიანებს რაღაცა აწუხებთ, რაღაცა ვთქვათ, ინიციატივები აქვს, ნებისმიერი ინიციატივის განხილვა შესაძლებელია და არავის არ აქვს უფლება, რომ ტაბუ დავადოთ, რომ მოდი ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ, ან მე სწორი ვარ, მე არ სწორი, კი ბატონო, უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე, თუ ეს არის სამსჯელო თემა და მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ თუნდაც მცირე ნაწილს ეს, თუნდაც მცირე ნაწილს აქ უმრავლესობა უმცირესობას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმიტომ არსებობს პარლამენტი, იურისტები, რომ ალბათ რაღაცა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ რამდენად გონივრულია ყველაფრის, რაც ჩვენ თქვათ, სწორად მიგვაჩნია ან მორალურად გამართლებულად, რომ ყველაფერი ეს ჩავწეროთ კონსტიტუციაში, იმიტომ რომ კონსტიტუციის გარდა არსებობს სხვა კანონები, სადაც უფრო დეტალურად არის რაღაცეები გაწერილი, ასე რომ
ეს არის ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ, რომ არ არის ეს ის საკითხი, რომელიც აი პირველ რიგში უნდა გადაწყდესო. მაშინ რატომ დადგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი? ანუ არის თუ არა რეალური, არ ვიცი, საფრთხეს ხედავენ თუ არა ოპონენტები ამ საკითხში, რომ დაუშვათ ხვალდაზე, შესაძლებელია, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანმა მოითხოვონ ქორწინება, ანუ ეს არის დაუშვათ პრევენციისთვის კეთდება, თუ რატომ გახდა ეს საკითხი მართველი გუნდისთვის ამ შემთხვევაში ასეთი აქტუალური, რომ სხვა პრობლემები კი არა დაანონსდა უკვე სანამ გავიგებთ საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებდა უკვე დაანონსდა რამდენიმე საკითხი და მათ შორის ეს რომ აი რამდენიმე საკითხი მართლაც გარდა სხვა საკითხების დიახ რამდენიმე საკითხი დაანონსდა და აი აქ თქვენთან სტუმრებმაც მე მგონი ბატონმა ზაზამაც ბატონმა გიორგიმაც თქვეს რომ ეს რაღაცა პოპულიზმის ელემენტი არის და მთავრობა რასაკვირველია შეეცდება ამ პოპულიზმის გამოყენებას მაგრამ კიდევ ერთხელ სპეკულაციები ახსენეს პოლიტიკური ქულა რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არ არის პირველი რიგის საკითხი რომელიც თქვათ უნდა განიხილოს პარლამენტმა ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი ბევრი რაღაცაა გასასწორებელი და გამოსასწორებელი ამ ქვეყანაში და ეხლა პარლამენტი თუ ამ საკითხით დაიწყებს მოღვაწეობას და დაიწყებს იმ საკითხით რომ ეხლა პრეზიდენტის სასახლეში უნდა იჯდეს თუ არა და ასე შემდეგ ისევე როგორც თქვა წინა პარლამენტში გვახსოვს ხო პრეზერვატივების თემაზე რამხელად რო დაიხარჯა არა მგონია ეს იყოს მაინდამაინც ეფექტური მომავალი პარლამენტის საქმიანობისთვის 2017 წლის ბოლოს დასაშვები იქნება ბატონო 2017 წლის ბოლოს რო ქნას ეს საკონსტიტუციო არა მე ვადებს არ ვამბობ ბატონო არა მე ჩემი აზრი მოგახსენეთ რომ კონსტიტუცია არა თუ ვერ გაიგეთ გეტყვით ჩემი აზრი მოგახსენეთ რომ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა, დაფიქსირება, ჩაციკლა არ ამგონია ეს იყოს მაინდამაინც მნიშვნელოვანი. ის კორექტირებაზეა საუბარი. ბატონო? ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში უკვე წერია. კი ბატონო. წერია რომ ქორწინება ეს არის მხარეთა ნებაყოფლობითი ურთიერთობა. კი ბატონო, მაგრამ მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ ჩაწერებაზე საუბარი. ოჯახის ყველა ვარიანტის დეფინიცია კონსტიტუციაში. ახალი არის წერება. კაცო, შეკითხვა აქვს ბატონ სერგო. ქორწინების ყველა ვარიანტის დეფინიციაში ჩაწერთ რომ ან ოჯახის რომ აი თქვა ოჯახი შეიძლება იყოს ასეთი. ქორწინების ერთადერთი დეფინიცია არსებობს და უნდა არსებობდეს მე ესე მიმაჩნია ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი არის ეს სამოქალაქო კოდექსი და ეხლა რატო ვამბობთ იმ კარებს რომელიც ეხლა მე ვიცი რომ თქვენს მეკაცრავად ოჯახი გეთანხმებით რომ ეს არ არის მარტო ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილი ასე ვთქვათ თანაცხოვრების ფორმა ოჯახი ეს არის დედაშვილიც ბებია და ბაბუა და ბებია და შვილიშვილიც ხო მაგრამ თავად იქ არის ნათესაური კავშირი ნათესაური კავშირი თუ არის ადამიანებს შორის ხო ისინი არიან ოჯახი ეს ადამიანები ქმნიან ოჯახს აი სხვანაირი ურთიერთობის მქონე ადამიანებს რო უნდა შექმნა ქორწინების ასე ვთქვათ დეფინიციის შესვლა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სწორედ ოჯახი რომ შეიქმნას ერთსქესიანებისა ამითი არის განპირობებული ეს საფრთხეს მე ოჯახი გეთანხმებით რომ არის სხვადასხვა ნათესაური კავშირის მქონე ადამიანები და საერთოდ არ საჭიროებს მისი განსაზღვრება არც კონსტიტუციით და არც სამოქალაქო კოდექსით ოჯახი ძალიან ფართოცნებაა და ბევრი დათესავი შეიძლება და ცხოვრება. არაფერს საჭიროებას არ აქვს. აი ქორწინება საჭირო არის, იმიტომ რომ საშუალება ახლა მე ესე გონია გაგრევა და არანორმალური ნორმა დავყარება. და მოვიხედე და ბატონ გიორგი საუბრობს. ბატონ სერგო კი არ გვერდება. უკაცრავად ბატონ სერგო. დაასრულეთ თქვენ მოსაზრება და ბოლო შეკითხვა მექნება და უნდა დაგემშვიდობოთ. საუბრობდით ბატონ. ხო, ასე რომ რაც შეეხება ახლა ამ შიშებს, ხო, მოდი ვთქვათ რატომ არის რომ ახლა საზოგადოების ნაწილს აქვს შიში რომ აი დღეს თუ არა ხვალ თქვათ აი ეს რა ქვია ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება იქნება დასაშვები და ასე შემდეგ. შესაძლოა აი გულწრფელად გეტყვით ახლა მე თქვათ თუნდაც იგივე ამ LGBT თემის და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებზე მიმუშავია და ჩახედული ვარ ამ საკითხებზე და გეტყვით რომ ნებისმიერი კვლევა ადასტურებს რომ აი დღესაც რომ არსებობდეს ხო ეს კანონი არავინ ახლა ნამდვილად არ მოისურვებს საქართველოში ამ ეტაპზე რომ თქვას რომ აი მოდით ახლა გინდა თუ არა კავშირი შევკრათ და გამოვეხმაურები ბატონ აი აქ ნათქვამს და ვერ ვიხსენებ რომელმა თქვით არ ჩანდა რომ ახლა ეს კანონიც რომ იყოს თუ ასეთი წყვილი არის ორი მამაკაცის ორი ქალის ხო
ეხა ეს ვერ აუგზავნავს მათ მაინც ურთიერთობას, ხო? ექნებათ ურთიერთობა და ეხა ბოდიში და არავის საძინებელში არ ვიხედებით ხო რა ხდება და როგორ ხდება. და რაც შეეხება ეხა რაღაც აქ საკანონმდებლო ის იყო თქვათ მემკვიდრეობა და ასე შემდეგ. მემკვიდრეობა ეხა შეიძლება ამაში გეთანხმებით რომ ქორწინების გარეშეც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება სხვას რაღაცა მემკვიდრეობა გაუფორმოს. ასე რომ მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე რაღაც საჭიროებას რომ დამატებით ჩავერთოთ კონსტიტუციაში და დამატებული ნორმა. რაღაცა ისინი და სახელმწიფო არ იცხოვრებს გაუკუმათებული არანორმალური ნორმა. კაი, თუ დაასრულა ბატონ სერგო. არა, გარკვეული არ იცხოვრებს კანონი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფო. გარყვნილი კანონები თუ არსებობს და გარყვნილების დაკანონება არა, გარყვნილების მე რა მე არა არ მაგრამ არცეთი კანონი არ არსებობს საქართველოს და გარყვნილებას ქადაგებს ახლა. ამაზე მე მგონი დავხვდებით რომ არცეთი კანონი არ არსებობს საქართველოში რომელიც გარყვნილებას ქადაგებს და ეს იქნება გარყვნილების დაკანონება და მეთანხმეთ ხა მაგაში რომ გარყვნილების დაკანონება სამოქალაქო ენაზე ასე არა. გადაცემის ბოლოს ვერ მოგცემ სიტყვას, იმიტომ რომ სხვა სტუმრების დროც მიგაქვთ. ბატონ სერგო, თუ დაასრულეთ დაგემშვიდობებით. სერგო ჩიხლაძე, ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ წიგოლდება მცირე სარეკლამო ჭრა და რამდენიმე წუთში ბრუნდებით უკვე ბოლო შემაჯამებელი შეფასებებით დროებით. სიახლე ლასკას მწარმოებლისგან მილადორა მაიონეზი რომელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენი კერძების დახვეწილი გემო და გახადოთ ის უფრო გემრიელი მილადორას არჩევით თქვენ ირჩევთ ხარისხიან და ნატურალურ პროდუქტს მილადორა გემრიელია სახლში მომზადებულივით მომწონს სიახლის მოლოდინი და მოლოდინის გამართლება მომწონს როცა მობილური ვარ მოძრაობ ვაკვირდები ვეცნობი ვაფიქსირებ მომენტებს რომლებიც კადრებად რჩები მერე ვუყურებ მომწონს ფერები სიმკვეთრე ხარისხი და ის რომ განძლეა ბევრს იტევს და სწრაფზე სწრაფია ეს Google-ის პროექტია შეიძინეთ Maxis ოფისებში General Mobile უახლესი 4.5G smartphone-ები თვეში 36 ლარად და მიიღეთ 1 წელი ინტერნეტის საჩუქრად ბარიერი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და როგორც მანამდე ვთქვი, ჩვენ ბოლო შემაჯამებელი შეფასებებით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და დავიწყებ ბატონი ზაზასგან და მოუყვები აი ამ პრინციპით. ბატონ ზაზა, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. კიდევ ერთხელ გითხარით, რა არის თქვენი მთავარი არგუმენტი, ანუ მოკლედ ოღონდ აღარ მოუყვეთ რა თქმა უნდა ეს ისტორია. 2012 წელში მე ეს საკითხი არ დამიყენებია, იმიტომ რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში იყო ფიქსირებული ეს ნორმა. და ასევე იყო ფიქსირებული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლში. ჩვენ ვითხოვთ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში, ეს ხო აღიარებულია, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა კონვენცია. ამას ხო ყველაზე ვთანხმდებით, რომ ეს არის ყველაზე მაგარი დოკუმენტი. რაც წერია მე-12 მუხლში, ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რა პრობლემაა? ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ჩანაწერის ამოტანას ვითხოვთ კონსტიტუციაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალურია. ეხლა მეორე მე უფრო იქით მივდივარ. იყო ეგეთი მომენტი მაგალითად, თუ ამერიკა რო ავიღოთ 1878 წელი იყო რეინოლდსი საქმე იყო, უზენაესმა სასამართლომ განიხილა, სადაც ერთი მამაკაცი ითხოვდა, რომ ორ ქალთან ქორწინების უფლება მიეღოთ. და სასამართლომ თქვა, რომ ესო მაშინდელმა მოსამართლემ ეწინააღმდეგებაო ქრისტიანული მორალის ნეობრივ პრინციპებს, ის იყო 1878 წლის გადაწყვეტილება. ის იყო ძალიან მაგარი გადაწყვეტილება და დღესაც მოიხსენიეს ეს გადაწყვეტილება, როდესაც დავამიდიოდა. შემდეგ ამერიკაში ადგენენ 1892 წელში და თქვენს რომ ჩვენ კანონით აიკრძალა პოლიგამია ამერიკაში. ანუ მე რატო ვიძახი იცი? ეხლა დაიწყო, არა მე რაც მე ხლა საიტებს ხო ვკითხულობ, ეხლა დაიწყო ამაზე აპელირება, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო და ეს უნდა ნება დავთოთ ამას. ეს აქაც დაიწყება და აქედან გამომდინარე პოლიტიკური სპეკულაციები, ყველაფერი რომ მოისპოს ევროკონვენციის მე-12 მუხლი ავიტანოთ კონსტიტუციაში. ეხო ევროპული კონვენციაა. კარგით, გავიგეთ. რადგან ესე იგი რიგითობა ახსენა ბატონმა გიორგი, მოდით თქვენც იურისტი ბრძანდებით და თქვენც მოგცემთ სიტყვის საშუალებას და ბოლოს უკვე ბატონ გიორგი და ნიკა დაასრულებენ. კეთილი, შევაჯამებ. ანუ იმ აღმოჩნდა როგორც ჩანს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქორწინება როგორც ასეთი უფლებრივ კატეგორიად არ განიხილა. შესაბამისად მე
ეჭვის თვალით უყურებ იმ ამბავს, რომ ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა ეს უფლებრივი კატეგორიად განიხილოს, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების გაგების შინაარსი უნდა გვესმოდეს, მაშინ კარგად, ანუ სრულიად აცდენილი ამ ლოგიკას. მაგრამ როგორც გითხარით, შეიძლება თანასწორობის კონტექსტში იყოს ეს ყველაფერი განხილული და როგორც ECH, ანუ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, ისევე საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია თქვას, რომ მათ ერთი და იგივე სქესის მქონე წყვილებმა იგივე სამართლებრივი გარანტიებით უნდა ისარგებლონ მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ არ მგონია, რომ როდესმე თქვას, დღეს მით უმეტეს, რომ ქორწინება ეს არის ფუნდამენტური უფლება და კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარეობს ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს საერთოდ ესე არ არის. შესაბამისად, მე მგონია, რომ ეს კონსტიტუციის დეფინიციის ცვლილება სრულიად არამიზნობრივია, იმიტომ რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო მარტავს ამ შემთხვევაში კონსტიტუციის დებულებას და რას დაინახავს საკონსტიტუციო სასამართლო მის ქვეშ, ეს არის წევრების მოსამართლეების გადასაწყვეტი. როგორც ხედავთ, ადამიანის უფლებათა სასამართლომ ზუსტად იმ კონვენციის მუხში, სადაც წერია, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობაა სხვა რაღაცა დაინახა და თქვა, რომ კი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ ვისაც ქორწინება არ აქვს, იმასაც უნდა კონდეს ქორწინებისნაირი რაღაცა ტიპის გარანტიები და ასევე შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ აი ამ კონკრეტულ დებულებაში კიდევ სხვა რაღაცა შინაარსები დაინახოს. ანუ აღმოვაჩენთ, რომ ევროპაში ისევე როგორც საქართველოში უფლების საკითხი დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება ყოველთვის და მას შეუძლებელია, რომ საზოგადოება ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები ასე. ამიტომ მგონია, რომ ჯობია დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, როგორ მოვიყვანოთ ჰარმონიზებაში ჩვენი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ახალგაზრდაა და ბევრი პრობლემა აქვს და მაგალითად ესეთ რაღაცა ხანდახან სულელურ საკითხებზე არ ვიდაოთ. ის რომ მაგალითად ყველა ადამიანი თანასწორები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამაზე მგონი აქ ჯდომები ყველანი ვთანხმდებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია ვისარგებლოთ შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტებით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ყველას გვაქვს მემკვიდრეობის უფლება, ყველას გვაქვს განკვარგოთ ქონება, წყვილთან ერთად თუ მის გარეშე ინდივიდუალურად, ყველას გვაქვს ჩუქების უფლება და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთი ტიპის ჰარმონიზება რომ მოხდება ევროპასთან, ყველაფერი ასე თუ ისე დარეგულირებული გვექნება და მათ შორის ერთ და იგივე სქესის მქონე წყვილებიც ისარგებლებენ ასეთი ტიპის გარანტიებით, ანუ მას სახელმწიფო აღიარებს, ბარემ დავასრულებ, ხო? მაშინ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვილაპარაკოთ იმაზე, ქორწინებას აქვს თუ არა ისტორიული კონოტაცია, თუ არ აქვს ისტორიული კონოტაცია. კარგი, ბატონ გიორგი, რა მოხდება თუ არ ჩაიწერა, ეს პრინციპში მოვისმინეთ თქვენი პოზიცია, ყველა აქ დამსწრე ოპონენტის, თქვენი ოპონენტების პოზიციაც ვიცით, მაგრამ თუ ჩაიწერა ამის შემდეგ რა ხდება, ანუ რა იცვლება ის არასამთავრობო რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რომ აი ფინანსდებიან უფლებებს იცავენ, აღარ დაფინანსდებიან, აღარ დაიცავენ უფლებებს უმცირესობის, ანუ რა იცვლება და უშუალოდ ჩაიწერა, ანუ არა, ალბათ იმ არასამთავრობოებს არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ დამატებით დაფინანსებას მიიღებენ, იმიტომ რომ როგორც კი კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაარსებობა და ურთიერთობა, ეს აღიქვება როგორც ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, პრობლემად იმ community-ისთვის და იმ ასოციაციისათვის, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ფინანსურ რესურსს გამოყოფს. და ბუნებრივია, მე მინდა უთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ, იდენტობა და ასე შემდეგ, რომ ისინი გაწილებით მეტ ფულს მიიღებენ. აი, როგორც თუნდაც იგივე ის ავაცახსენებელი 17 მაისი, როდესაც პროვოცირება მოუწყვეს. ავაცახსენებელი რატო? ხო, ну, როდესაც მოუწყვეს ადამიანებს პროვოცირება და მე მოხდა ძალადობის ფაქტი ახლა, ხო, რაც მოხდა არაფერი სასიამოვნო იმაში არ იყო და არაფერი კარგი არ იყო. ხო, არა, მაგაც გამოგო, მაგის მერე განსაკუთრებულად დიდი თანხები იქნა ამ მიმართულებით გამოყოფილი. რაც შეეხება იმას, რომ იმავე ლოგიკით ებრაელები აპროვოცირებდნენ ნაცისტებს. არა, ხო, ებრაელები ძალიან არასწორი შედარება იყო. არ სულეთ სწორი აქ არის საუბარი აბსოლუტურად სხვა საკითხზე და აბსოლუტურად სხვა პროვოცირებაზე და არა ეხლა იმაზე გენოციდებზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ როგორც კი ეს ჩაიწერება კონსტიტუციაში, დიდწილად დამთავრდება სპეკულაციები ამ თემებზე. დიდწილად აღარ იქნება მუდმივად საუბარი, აი ახლა როგორც ახლა დღეს გირჩმა გადაწყვიტა, რომ ისევ სატელევიზიო რამე ისეთ კონტექსტში რომ აღმოჩნდეს და ამ თემაზე აპელირება და ხო, გუშინ იგი რა თქმა უნდა, აბა ახლა თქვენ ხო შეგიწყოთ ხელი ბატონო გიორგი აგეს იხავთ და საუბრობთ ამ თუ ვინმესთვის უნდათ რომ კითხვა დაესვათ რომ მოდი და გამოკვეთილად თქვით თქვენი პოზიციაო, მაშინ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობისათვის უნდა გაიგზავნოთ ეს წერილი.
იმიტომ იმათ აქვს და ეს გაუგებარი მდგომარეობა რა. თან უნდათ რომ ეხა ისეთი არ გამოვიდე რომ ეხა ხალხმა შეაფურთხოს და ამის გამოუთხას რომ ვაი თქვენს პატრონს ეს რა გაუკუღმართებული ცხოვრება გინდათო და თან ეს ლიბერალიზმის ძლევთ და კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ უნდათ და ერთი და იგივე პასუხი აქვს. სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანია ეხა და ამაზე არ ვილაპარაკოთ, თორე გამოკვეთილ პოზიციას არ ამბობენ. მე გირჩ ვეთანხმები ამ მიმართულებით, რომ არის პოლიტიკური პარტიები, რომელიც ამ მიმართულებით კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებენ. უბრალოდ კარგი იქნებოდა პირდაპირ იმათთვის რომ მიემართათ. თქვენ ჰეი ნაციონალებო, მოდით და ჩამოყალიბდით ამაზე და ღია პასუხი გვითხრით. არის კიდე რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ამაზე პასუხს იცის დაუშვათ გირჩმა აზრი არ ქონდა ამ მიმართ. არა, ხო პირდაპირ მათთვის რომ მიემართათ, გაცილებით რომ გასაგები იქნება. დავასრულებ. რაც შეეხება ამ თემას, ეს ნუ ყოველ შემთხვევაში დამთავრდება ამაზე სპეკულაცია. ამ თემაზე საუბარი აღარ იქნება ასეთი ყოველდღიურ რეჟიმში, აღარავინ აღარ დაგვაბრალებს მე ყველა ეს ჩვენ რომ იცით რა თქვენ ამას პოლიტიკური დივიდენდისთვის აკეთებ და თქვენ ამას რაღაცა ქულების ჩასაწერად აკეთებ და ასე შემდეგ. ეს გაიმართება საკონსტიტუციო მიმართულებით, ეს იქნება პრევენცია იმისა რომ სამომავლოდ აღარ მოხდეს ის რომ ერთსქესიანთა ქორწინებებისათვის რამე ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს საკანონმდებლო სივრცეში. აგერ ბატონი გიორგი რასაც ამბობს, ამის შემდეგ დასწრენ ბატონო იურისტები და ისაუბრონ და იმსჯელონ იმასთან დაკავშირებით, როგორ გადასცეს თავისი ქონება ერთმა მამათმავალმა მეორე მამათმავალს. ეს რამენაირად კანონის ფორმით ორგანიზება მოახერხონ ამისი, რომ არ დაიჩაგრონ ეს ადამიანები და ვინმე ჩვენ არ დაგვაბრალოს, მე რომ აი თქვენ არ აძლევთ ქონების გადაცემის უფლებას და მემკვიდრეობის უფლებას არ თმევთ და ამისათვის ქორწინება და ასე ვთქვათ, ესეთი ურთიერთობების დაკანონება სახელმწიფო დონეზე არანაირად აუცილებელი არ არის. შეიძლება ამას არეგულირდეს რაიმე კონკრეტული კანონი. მე იურისტი არა ვარ, იურისტები ბრძანდებით და შეიმუშავეთ. ქორწინება ამისათვის არ არის აუცილებელი. და შესაბამისად, აი ნიკამ თქვა რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაო, ეს არისო ადამიანის უფლებებიო. ჩემთვის არ არის ადამიანის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. უმნიშვნელოვანესი ღირებულება, მაგრამ მასზე მაღლა დგას ჭეშმარიტება და მისი პირველწყარო ღმერთი. აი ამ ჭეშმარიტებას, რომელიც არის მარტივი და რაც მარტივია, ის ბუნებრივია. არის ამ შემთხვევაში ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც არის ნორმა, რომელიც არის ბუნება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მასზე მაღლა ჩემთვის ჭეშმარიტება და ღმერთი დგას. თქვენთვის თორე სახელმწიფოსთვის კარგი. მერთი არ უნდა დედამიწის ყველა სახელმწიფო ზედა ამ მიმართულებით ყველა სახელმწიფო რო გახდეს ყველა სახელმწიფოში გვერდმა დაიფაროს, მაგრამ ყველა სახელმწიფო რო გახდეს იმ კანონის მატარებელი, რომ ერთსქესიანთა ქორწინებები უნდა იყოს და ლეგალიზებული, მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ჩემი ქვეყანა ამათ რიგში არ იყოს. გასაგებია, კარგით. ნიკა, თქვენ დაასრულეთ, თქვენი განცხადება იყო პოლიტიკური პარტიების მიმართ. აი მართლა ისე დაუშვათ აი ამ კუთხით რომ მიუდგეთ, რომ დაუშვათ შევიდა ეს ცვლილება და შესწორება კონსტიტუციაში. აი რა მოხდება? ეს ის ეჭვები, რადგან საუბრობენ, რომ აი ეს არის წინაპირობა და პრევენცია გვინდა ჩვენ რომ აი შემდეგ არ მოხდეს ერთ და იმავე ეს ადამიანთა ქორწინების მოთხოვნა და დაკანონება. ეს რომ გაუქროთ, გააქრეს საერთოდ საზოგადოებაში ეს ეჭვები. პირობა დადო? ანუ რა შეიძლება რომ გა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 გag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 
ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და თითოეული თქვენი ეთერი იწერება და ამას რაღაც დროის შემდეგ შეგვიძლია თვალის შევავლოთ. ზუსტად ვიცი რომ რაღაცა 5, 10, 15, 20 წლის შემდეგ დაუშვათ ამ ტიპის ირონიული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც ამ ეთერში ისმის, ზოგადად კონსტიტუციის მიმართ დამოკიდებულება ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულების სიცოცხლის ფასი განისაზღვრება თავისუფლებით და მე ვფიქრობ რომ ძალიან უცნაური არის რამე დააყენო თავისუფლებაზე წინ ადამიანის ჭეშმარიტება და ღმერთი. თავისუფლება არის ის რაც არის, რაც ხდის ადამიანად. ამის შემდეგ მოდით ახლა ფილოსოფიური თავისუფლება აქ იყო საუბარი რომ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს კანონების თავისუფლების კარგი. კონკრეტული რაღაცა უფლების შეზღუდვა. კანონი არის თავისუფლების დაცვა. რაღაცა რო გინდა და შეზღუდვა არის ბატონო ჩემო კანონი, ასლაპარაკო. კანონი როგორც ხდება თავისუფლების შეზღუდვა, ეს კანონი არ მუშაობს და იცვლება. შეჯამებას აკეთებს დავასრულებთ. ბუნებრიობა არის აბსოლუტურად. მოდით ესეთნაირად ვთქვათ რა. საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, აღერვებს ეს საკითხი. მოდით ესე ვთქვათ ახლა ნებისმიერ ადამიანს შეეკითხო. აი გინდა რომ კაცები დაქორწინდნენ? ახლა მინდა შეიძლება არ თქვას, მაგრამ ეს ანიშნავს იმას რომ იმას არ ვიძახი მე რომ დაუშვათ ახლა საჭმელი რო არა აქ და რა დროს ეს არის. ამ საერთოდ არ შევდივარ ამ დისკუსიაში, თუმცა ესეც არის დაუშვათ აქვს უფლება არსებობის ამ დისკურსაც. თავარი პრობლემა ჩემთვის არის ის რომ
აი წეგან თქვა ბატონმა წეგან თქვა დიახ სტორი იცით რატო ვარენო გაუფასურდა რადო საარჩევნო კოდექსი არ არა ბატონო გიორგი ერთად წეგან თქვენ თქვით რომ ძალიანაც რთულია საკონსტიტუციის შეცვლა ეს 3/4 ჭირდება პრობლემა სხვაგან არის 3/4 შეგროვება არ არის პრობლემა აი ეს არის თავარი პრობლემა დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ძალიან მარტივად ბოდის გიხდით ბოდის იყო ნათქვამი იმაზე რომ გიორგი თქვა რომ თული იყოს გართულებული და არის რთულიო ხოთი გართულდა მე არის რთულიო ხოთი მაგრამ 3/4-ის ქონა შევხედეთ რომ პრობლემა არ არის ამას გეუბნებით ანუ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კონსტიტუციის შეცვლა არ არის პრობლემა არა გვაქვს არაფერი 3 თვე ჭირდება თუ რაღაც დაახლოებით და ნუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩემთვის თავარი პრობლემა არის ეს რომ ეს პრეცედენტი იქნება ხაზგასმა იმის რომ ჩვენ საკუთარ კონსტიტუციას საერთოდ არ ვაღიარებთ როგორც ადამიანების თავისუფლების და უფლებების თავარ გარანტორს ეს არის ჩემთვის პრობლემა და ჩვენ უბრალოდ წინასწარი კვლევა გვაქვს რაღაცა ოდენობის ადამიანებს უნდათ რომ ეს ესე იყოს და რადგან ეს ასე უნდათ ამ ადამიანებს სხვას ვერაფერს ჩვენ ვერ მიცემთ ჩვენ ვერაფერს ვერ მიცემთ აუ გესაუბროთ იურისტი იქ რა წერია და იმას ზე ფასხუჭავთ და წერია რომ ქორწინება ეს არის კაცის და მამაკაცის ქორწინება იქ წერია შინაარსის უშუალოა და კონტექსტის უშუალოა ხადა მეგობრებო აქ არის ორი რამე ჩვენ ვებძვით მორალს იმ ნაწილის ქორწილის მორალურ ხარეს ვებძვით და ჩვენ კიდე ვიცავთ ქორწინების იურიდიულ ნაწილს ადამიანის უფლებას რომ მან საკუთარ სახელმწიფოსთან ის საკუთარ სახელმწიფოსთან იყოს პირნათელი საკუთარი ქორწინების შემდეგ ზაწყალი ორი მამათმოვალი თუ არ დაქორწინდა სახელმწიფოს წინაშე უკაცრავად პირნათელი ძალიან დიდი ბუდიში ჩვენ ამ თემაზე არ თქვენ ვერ ხვდებით რა ვერ ხვდებით რომ აი რომ მე გამოიშენილია კონსტიტუციაში ცვლილება ქორწინებასთან დაკავშირებით არის ეს ჩემთვის არის ეს ძალიან მარტივია ამ ფორმატში ურთიერთობა რომ მოუწდეთ თემას მხოლოდ სამოქალაქო აქტი არის არ არის მხოლოდ სამოქალაქო აქტი ემოციურ ნაწილზე თქვენ ვერ იქონია ეს ნორმა და არ შეიძლება არანორმალური ნორმა დაკანონება ქვეყანაში ეს არის მტრობა ზუსტად ეს წუთში ვასრულებთ და ბატონ მანიკამ მოგცეთ საშუალება ბატონ გიორგი ხო არაფერი უამრავი რამე იყო რაც არ მომეწონა მაგრამ შევეცადეთ ჩემს ტექსტში ჩამეტი ეს მესმის დებატები შეგვიძლია შევაწყვეტოთ ერთმანეთს მაგით ამიტომ მე ვფიქრობ რომ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ესეთი რაღაც რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება 3/4 პარლამენტში თუ ექნება შეუძლია მიიღოს ისეთი რამ რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში მას აუცილებლად წაადგება იმიტომ რომ ვიღაცების გულს მოიგებს მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ამ ქვეყნის სხვადასხვა მოსახლეობის უფლებას თავარ უფლებას თავისუფლებას შელახავს და ჩვენ საით მივდივართ პრობლემა არის იმაში რომ დღეს აღმოჩნდით ერთ ძალიან კონკრეტულ პრობლემის წინაშე რომ დემოკრატია გახდა თავისუფლების მტერი მაგრამ ვერ ვიზამთ ვერაფერს იმიტომ რომ ესე მოხდა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახალი დემოკრატია ჩვენ ვართ იგივე ის საკონსტიტუციო უმრავლესობა რიცხვებით რო დათვალო რამდენი ადამიანის მიერ არჩეული არის საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს ხო რეალურად არ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია და თუნდაც მათ მიცეს ხმა ქართულ ოცნებას მათ ხო ყველაფრისთვის არ მიუციათ ხმა რასაც ისინი გააკეთებენ მათ უბრალოდ ისინი ეს ხალხი აირჩიეს კონკრეტული რაღაც წინასაარჩევნო გარემოდან გამომდინარე ბევრი დრო ას დაუხარჯიათ არც უფიქრიათ რომ ყველაფერში ისინი მაგრები არიან უბრალოდ ვიღაცას ამჯობინეს ეს ხალხი ხო ეს ანიშნავს იმას რომ საქართველოს მოსახლეობა თulis რომ ეხლა კონსტიტუციას როგორც უნდა ისე უნდა ან როცა შეუცვლიათ კონსტიტუცია მაშინაც ხო ცუდი იყო ნებისმიერ შემთხვევაში ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც ბერკეტები რომ ეს პროცესები ესე სწრაფად ადვილად არ ხდებოდეს არსებობს ეს ბერკეტები მიპასუხე რეალურად ჩვენ არა გვაქვს ახლა არსებობს კარტონში არსებობს 10 და 20 წლის შემდეგ ერთი წუთი 10 და 20 წლის შემდეგ იუმორით შევხედავ ანუ შეიცვლება რამე ჩვენ ვიტყვით რომ აი ესეთი ტიპის პოლიტიკური დებატები ხდებოდა თურმე 20 წლის წინ და კიდე კარგად ვართ. აი დაახლოებით ესეთი ანალიზი. კარგი. დავასრულეთ გადაცემა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მონაწილეობისთვის. ზაზა ხატიაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნიკა ქავთარაძე, გიორგი ნონიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ვემშვიდობები მათ. ბარიერი ორ შაბათს დაბრუნდება პირდაპირ ეთერში ნახვამდის.